და აი მოგესალმებით ჩვენ ისევ ჩერის სივრციდან და რავი მე მგონი წარდგენას არ დაღარჭირდება ისეთი ადამიანი მყავს ჩემი სტუმარი არის გიგი არც მედი არც ნაკლები გიგი ქათამაძე გიგი ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის და რა ვიცი მართლა თან ეხლა ისეთ რაღაცას აკეთებ რომ მაგაზე აუცილებლად ვილაპარაკებ ამ ყველაფერზე მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ და ძალიან მიხარია რომ გამონახე აი ამ ესეთ გამოწვევის დროს შენ დრო და მოხვედი და აი აქ ესე უნდა ვილაპარაკოთ ახლა შეიძლება საათი ნახევარი წაგერთო არა მადლობა მოწვევისთვის გამიხარდა და რომ მოვედი ხო გითხარი რომ ანუ ვერ გეწუწუნები ახლა რომ ვარჯიშზე ვიყავით ხო ანუ შემიძლია ბევრს ვეწუწუნო მაგრამ შენ ვერ გეწუწუნები ხო არა ჩემთან შეგიძლია გაწიწუნა პრობლემა მაგია ხო არა შემიჩვეული იქნები უკვე მწუწუნს და მეთქი აუ მაგია ზამბევრი აუ შენთან მაქვს აი თავიდან ვიფიქრეთ რომ აი გიგის ვესაუბროთ როგორ შემოხვედი შენ YouTube-ზე როგორ აი ძალიან მე მგონი ერთადერთი პირველი ადამიანი ხარ რომელმაც YouTube-ზე აი რაკეტასავით გაზარდა თავის გამომწერები ხო აი მაგ კუთხით გვიდოდა შენთან დავუშვათ საუბარი იქ როგორ რჩევას მისცემ დავუშვათ young YouTuber-ებს ახლა დამწყებებს ან ზოგადად ადამიანს რომელსაც უნდა ისე როგორ შენ გააკეთე ყველაფრის დაყრა დაგდება და საერთოდ 380 გრადუსით ცხოვრების შეცვლა თან ესეთ რაღაცა ხო ასაკში რა მაგრამ მე რეალურად ხო აი რომ გადავხედე შენს მთელ აი ამ ხნის განმავლობაში რაც გააკეთე ხო იმდენად საინტერესო ტიპაჟი ხარ ჩემთვის ის ჩელენჯები რაც შენ გამოიარე უნდაც აი ამ მარხვის ჩამარხვის ცერემონიის ხო ეგ მარტივი ვიდეოებს არის ხო ეს მარტივი და დარწმუნებული ვარ იქ შედარებით ბევრი რაღაცა რაც გამიკეთებია ეს ხო ეგ იყო ყველაზე მარტივი ანუ ყველაზე არა მაგრამ ბევრ რამეზე მარტივი იყო top 5-ში რო ავიღოთ რა. ანუ მაგაზეც უეჭველი ვილაპარაკეთ, მაგრამ აი რაღაცნაირად აი თემატიკის ამბავში ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა, პირიქით აი ეს behind the scenes რა ხდება შენთვის ემოციურად და არა როგორ აწყრე, ლოჯისტიკა და ასე შემდეგ დარწმუნებული ვარ. ეს ხო საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან იდეა რომ მოგდის როგორ განახორციელო, როცა ესე არავინ არის, ანუ კი ცნობ ვიღაცას, მაგრამ ანუ ჩათვალე ნულიდან იწყებ რა, ეს განხორციელების თემაც ანუ ვერ ხვდები რომ ეს შესაძლებელია გავაკეთე. ხო და მოდი მე მინდა რომ აი თავში თავიდან დავიწყოთ. ჯერ შენ გამოჩდი YouTube-ზე თუ Instagram-ზე? მე Instagram-ზე მახსოვ ხარ. Instagram-ზე დავიწყე, ხო, ინგლისურად რო დავიწყე Instagram-ზე, თავარი, ანუ ჩემი მუღამი იყო რომ თქვი რომ მოდი Instagram-ს პირველი მუღამი იყო რომ მოდი YouTube-ს დავიწყე. ინგლისურად. და მოდი 6 თვე ყოველ რაღაცა თვეში 3 ვიდეოს დავდებ. და ანუ სამსახურიდან რომ წამოვედი, ანუ რაღაცა ქონდა რომ რაღაცა ვისწავლო, მეთქი ედიტორი გავხდები, ეგ იყო თავარი რა. მაგრამ ჯერ იყო იდეა და მე წამოსვლა თუ წამოხვედი და მე მოგივიდა. ჯერ იდეა იყო რომ მოდი წამოვიდე და ედიტინგი ვისწავლო ჩემ თავზე. ბარიმ რა. და თუ გამისწორდა მე ვიქნები YouTuber თუ ანუ შესაძლებლობა იყო და ფული დავინახე რა, ანუ მან დარყოფილ, ანუ სკილებს ვისწავლიდი რა, ანუ კი მოდიოდი სამსახურიდან, მაგრამ იმ მიზეზით რომ რომელი სამსახურიდან მოდიოდი ეგ ეს ვიცი? მარკეტინგი იყო რა, დიჯიტალ მარკეტინგში ვიყავი და ამიტომაც და სეილებში და დაახლოებით მე ჩემ თავს მე გავყიდი რა, როგორც ედიტორად რა, ჩემ თავს თუ კარგად გავაკეთებ და რო დავიწყე, ანუ ეგ მუღამი მქონდა რომ ჯერ ვერ ხვდებოდი რა მინდოდა, რა მომწონდა, ბევრ რამეს მივედი, აი ინგლისური YouTube-ზე მქონდა ფასების განხილვა. რიოში სასტუმროთან ანუ ზივა რა. მაგრამ თავიდანვე იყო traveling-ი. თავიდანვე იყო traveling-ი, ოღონდ იმ ნიშით რომ მე განახებთ როგორ წამოვედი სამსახურიდან და როგორ მივაღწევ ჩემსას. ანუ აი მთელი ისე იყო და ვუზიარებდი ხალხს რომ აი ნახეთ უფასო სასტუმრო გავაძრე, სადაც რეცეპშენი ვარ. 3 საათი და დანარჩენი საჭმელი და დასარჩენი უფასო. ჩემი მთელი მუღამი იყო რომ ადამიანებისთვის დამენახებინა რომ აი იმიტომ რომ მე წიგნის დაწერა მინდოდა რა როგორი წიგნის დაწერა მინდოდა იცი ყველა ხო წერს წიგს როცა წარმატებული გახდება და მე მინდოდა დამეწერა წიგნი მანამ წარმატებული გავხდე ანუ აი პროცესი აი ხა გამოვედი რომ დავიწყო რაღაცა და ეს წიგნის წერა ცოტა ჩემთვის ხა ჯერჯერობით არ იყო უფრო პრიორიტეტული რა უფრო მინდოდა რაღაცა თან ფულის შემოსავლის მხრივ უფრო საინტერესო იყო ეს. ხო, რა თქმა უნდა. და მაგიტომ დავიწყე YouTube-ი, ნახოთ როგორ მომეწონება ისა და მე ბევრი სხვადასხვა იდეა მოდიოდა, ანუ წარმოგიდგენ როგორ ვიყავით, ცი აი მაჩუ-პიჩუზე ვიყავით რა და ცუდად ვიყავი, ანუ უნდა დამეძინა, იმიტომ რომ მეორე დღეს მივდივართ რაღაცა 4 დღე უნდა ჰაიკინგი მქონდა. ხო. და მე იმდენად თათქმული მქონდა ჩემ თავთან, რომ
ხუთშაბათს, ყოველ ხუთშაბათს უნდა დაიდოს 8 საათზე. ანუ შანსი არ იყო რომ არ დადებულიყო. ანუ ვათენებდი და ანუ რისთვის ვათენებდი გითხრა, ანუ 300 კაცი ნახულობდა ვიდეოს ინგლისურად ან 200. და მე იმენა ვათენებ რომ აი 8-ზე დაიდოს რა ზუსტად 8-ზე რომ მეორე დღეს მზად იყოს მეთქი მე რო წავალ ეს აქ იყოს და ანუ რეალურად არავინ არ უყურებდა ესე რა გადმოსახდა 200-300 კაცი რედეშერეში ძალიან დაბალი და სხვათა შორის დისტანციურად ეგ 200-300 კაცი აი არ გვეჩვენება ბევრად რა მით უმეტეს ეხლანდელი გადმოსახედიდან მაგრამ აი რეალურად რო შეკრიბო წარმოიდგინე არენაზე 200-300 მაგით ვიმშვიდობდი თავს ანუ სერიოზული მასა და სერიოზული ენერგეტიკაა და 300 ორ თვალზე გადაამრავლე ის ორი თვალი რამდენ ადამიანს ეუბნება და ანუ იდეაში ძალიან სწორი dedication-ი არის ძალიან სწორი თავდადება არის ჩემთვის ხო და ძალიან ეს არის რა ანუ ჩემთვის ეგ მესიჯი არის რომ შენ გაქვს მისია რომელსაც არ ღალატო და ჯიუტად მიყვები არ გაინტერესებს თუ და ორი კაცი გიყურებს ეგ იყო რა ჩემი რომ 6 თვე შანსი არ არის არ უნდა მოხდეს მე არ გავჩერდები მაგრამ პარალელურად შენ გაქვს Instagram-ი პახოთ ხო ანუ Instagram-ი უფრო კარგად მუშაობდა ვიდრე მაგ დროს YouTube-ი მაგ დროს Instagram-ი უფრო დოპამინს მაძლევდა. Instagram-ი დოპამინს მაძლევდა, რომ აი ხალხი უცებ რეაქშენები. და YouTube-ი მაძლევდა რაღაც რო ახალი ვისწავლო. მაგ YouTube-მას ხოდა შორის ძალიან მალევე, ანუ პირველ 6 თვეში და მანამ წავიდოდი, ხა აი ეგ სუმა ვიწყდება რა ვთქვა ხოლმე რა. ქონდა კოლები და რაღაც აი ვიღაც ინფლუენსერებთან travel ბლოგერებს ვისაც უყურებდი და ანუ რაღაც კოლი ქონდა workshop-ები ქონდა და ანუ ყველას შევდიოდი რა იმენა ანუ თან ძალიან ცნობილები არიან ეხლა სახელები და გვარებით სოფლიოში ძალიან ცნობილები და მაგალითად ქართულ workshop-ებს ამბობთ არა უცხოური ანუ ყველა ტოპ მოგზაურები აკეთებენ workshop-ს და მქონდა online მაგის საშუალება რაღაცები მეკითხა და შეგადამიხდი ერთი $200-300 ვიღაცისთვის რომ one on one call-ი მქონოდა რა და აი მეთქი რა როგორ და ანუ ბიჭო მომეწონა ეს როჟების თვითონ აი სიტუაციას რაღაცა და რო დავიწყე მოგზაურობა კაკრას მე ვინც მომცა ყველაზე დიდი мотиваცია იყო ერთ-ერთი ლოს ლებლანი მაგან მომცა რომ წამოსულიყავი სამსახურიდან იმიტომ რომ თვითონაც ეგრე დაიწყო travel blogger-ი არის travel blogger-ი და ეგრე დაიწყო ხო და რო წამოვედი სამსახურიდან ევროპაში ჩამოვედი და მანდ დაწერას იმაზე Instagram-ზე რომ აქა ვარ რა და ვინმე ჩემ სტუდენტებიდან ხო არ უნდათ რომ ანუ გაიჩითოთ აქ ჩემთან ერთად იყო ერთი კვირა და წახვედი წერე ხო ანუ აი გვიყავი რა ესპანეთში და მეთქი რა თუ რამე ჩამოვთქო და ანუ უცებ გავიჩიტე აი ეს ვიღაცა ვინც ჩემთვის აი მაგ დროს იყო აი გურუსთან ვაუ ჰა გურუსთან გაიჩიტე ანუ travel-ში გურუ იყო რა ანუ кай ხანი და ბევრი ყველა იცნობს და ანუ ჩემთვის ეგ იყო რომ აი ვაუ აი ეს შევძელი რა ხო 5 თვეში შევძელი რომ აი ამ როჟასთან ერთად და ამის იმიტომ რომ ეძებდი ხო ძიებაში ყავი სულ აუ ეგ ძალიან მაგარია მაგრამ ეხა მოიცადე რა ვთქვა იცი შენ რა აი ეს წაფრინდი რა იყო ჩაფრინდი გადაფრინდი გამოფრინდი ანუ შენ ამისი ბექგრაუნდი პარალელურად გამოიმუშავებდი რაიმე თანხას თუ ნუ ამ დროს ოჯახი გედგა გვერდით არა ოჯახი ნახე არა თუ სეივინგით წამოხვედი სამსახურიდან რა მე ოჯახის ესე ვთქვა არც შეიძლება იმედი ქონდეს მაგრამ ანუ არ ქონდა ეგ რო აი ოჯახს გამოვართ ანუ შანსი არა მეთქი ანუ რაღაცა გამოყოფილი თანხა მაქვს 6 თვეზე არ ეყოფოდა ვიცოდი მაგრამ წერდი კომპანიებს რაღაც კომპანიებს სადაც დავინახე რომ აი ვიღაცები აყავდათ კრეატორებად და რაღაც ვიდეოებს დებდნენ და მეთქი მივწერ მეც რო ამიყვანოთ ან რაღაცა რეალურად მასწავლებელი ვიყავი ქართულს ვასწავლი უცხოელებს და შემოსავალი შემოდიოდა რა ოღონდ იმდენი არა რომ traveling-ს ვერ დააფინანსე ხო ფრენებს და რაღაცებს მაგრამ პარალელურად რაღაცას იმუშავე. მუღამები გავისწორე ჩემი რაც მქონდა მაგ დროს. ძალიან მაგარი არის ეს პირველი გავარდნა რომელი ვიდეოსი იყო როგორ ფიქრობ? ხო და ანუ აქედან არ ყოფილა ეს ხო სულ ინგლისური იყო. მაგრამ ინგლისური გავარდა რაღაცები უცხოეთში მიცნეს სადღაც რამოდენიმე ადგილ. მართლა? ანუ შენ ის არა ხარ რო take action with George ქონდა რა და შენ ის არა ხარ მაროკოში რო იყო მეთქი რა იცი და ანუ ვიდეოს უყურეო რა 15 ეს ნახო აქ მაგრამ მაროკოში ბევრი ვიდეო არ იყო და მეთქი ანუ შენ ვიცნობ მე მეთქი ანუ სადღაც რაღაც ბალიზე ვიყავით სადღაც და მე გამოჩნდა Voyager-ის კომპანია რომელიც დამიკავშირდა და მითხრა რომ ქართულზე თუ შეცვლიო ქართულზე თუ გადმოიყვანო ჩვენ შეგვიძლია რაღაც გავაკეთეთო და მაგ დროს ვიყავი რომ ანუ
მაგრამ ეს იყო იმდენად recently რა, შარშან მახსოვს მე კოლაბი. თუ უბრალოდ დიდი ხანი და 8 თვის წინ შემოვედით YouTube-ზე. ხო, აი რაღაცა ძალიან ახალი. ხო რა, 2024-ის და მაისში. არის ეგეთი პრეცედენტი შენაირი სწრაფი იზრდის ქართულ YouTube-ზე? კი, ანუ მე ვიტყოდი რომ ალბათ კაკო პროცესი ჩემამდე დაიწყო. რა ერთი რამოდენიმე თვით ადრე რა. და მე და კაკო ვართ ესეთი პრესენტი. ხო, ანუ ერთად ვივდივართ ჩათვალე. პოდკასტის სპონსორია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პირველი ქართული სრულყოფილი ფიტნეს აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, ასევე სხვადასხვა კვების მრავალფეროვან მენიუს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ პერსონალური მწვრთნელი და ნუტრიციის კოუჩი თქვენს მობილურში. აი ამ გიჟურ იდეაში ოჯახი და მინგედი ყველაზე, ანუ გვერდით. ანუ ოკეი, გიგი გამოვიდა, და ბაზარი არ არის მოყვებ ყველაფერში. ოჯახი ანუ გვერდით. დაცვა გიწევდა ამ იდეის თუ ანუ მიიღე გადაწყვეტილება, ოკეი, ჩვენ რა ვქნათ. მე ძალიან ანუ ეგეთი როჟავა რა და ხელს რასაც მოვკიდებდი თითქმის ყველაფერი ბოლომდე მიყავდა. კი, რაღაც წყალბურთის ნაკრებში წეგრია მივედი, სკოლაშიც რაღაცა თუ მოვინდო მე მივედი, ანუ ყველაფერი რა, რაც მოხდა. და რა თქმა უნდა, ანუ თავიდან რო უთხარი მეთქი ამას ვფიქრობ თქო, ანუ მერეო ესაო და მეთქი ანუ არ მინდა რა, ანუ მე ჩემი მენტალიტეტი იგი იყო რომ ცხრიდან 5-მდე მე თუ ვიმუშაო მეთქი ან აქედან ფულს ვერ ვიშოვ იმდენს რამდენიც მე მინდა. აქედან მე დასვენება არ მექნება იმდენი რამდენიც მე მინდა. მეთქი რაღაც უნდა შევცვალო, აგერ ვიღაცები ნათესავები მყავს, ეს ამყავს, ანუ შეხედეთ მაგათ. ანუ ეგენი კი ბევრს მოშუალობენ კი ისე, მაგრამ ეგეთი ცხოვრება არ მინდა რა და ეგეთი ცხოვრება თუ არ მინდა რაღაც ხონერით უნდა ვიფიქრო რა და რა აი ჩემი იდეის დაცვა და ის მქონდა რომ აი 2 წელი ვიმუშაო რამდენი შევაგროვე და უცებ წყალში ჩაყარე. მეთქი რატო ჩავყარე? რო რამე დაგჭება მოგონება. არა, ხო, აი ეგ იყო. ანუ მეთქი რო რამე მოგონება დამრჩება და პლუს რაღაც ახალი გაიჩნდა. ანუ აი ჯეროდა რა ჩემ თავის ძალიან. ეგ არის ძალიან მაგარი, როცა იდეის გჯერა რა და მაგას აი მაგ იდეას მიყვები და პატარ-პატარებით იჯერებ. ჩელენჯებს მაგიტო ვაკეთებ ხა დიც, ადრე პატარებს ვაკეთებ. რა იყო პატარა ჩელენჯები? პატარებით დაიწყო რაღაცა. მე შენი ადრე ბოდიში გაწყვეტინებ, რომ რაზეც გაგიბრაზი და გავბრაზი მეთქი. აი ხა ეს გაგვააკალდა. შიმშილის ჩელენჯი. ღმერთო, შიმშილის ჩელენჯი მან აი მანამდე თქონდა. ხო, ანუ აი მაგითი გაგიცანი მაშინ რომ მაშინ ახალი დაფოლოვებული ვიყავი შენზე და უცებ ბრახტა დააფერხა შიმშილ შეგძედა. ანუ გეტყვი რატო? იმიტომ რომ 90% ყავდა გოგოები, აი მაგ იმაში ამყოლი შიმშილში და 90% უნდა დაკლება. მაგრამ მან ძალიან კაფიოთ მაქრო ეგ ვიცი შე რო ქონდა ნათქვამი და რაღაცა მოგწერი კიდე კომენტარი დაგწერე მე გეყოწები თქვი რომ ეს დაკლების ის არ არის და უბრალოდ გამოწვევა არის მაგრამ აი მაგითი გაგიცანი ასე ვთქვით რა მან თქო ჩავი რა ხადება ის ჰეითერები რო კომენტარებს უწევს შენ რა შვებ ანუ მე ეგეთებს ვერ საქართველოს ანუ იცი რატო იმიტომ რომ იმდენად ახალი რეალურად ეს ინფლუენსერ მარკეტინგი და ინფლუენსერ სფერო ზოგადად საქართველოში მაინც ასე თუ ისე ძალიან ახალი არის და ხო ჩვენ ან ყველაფერი ან არაფერი მაყურებელი და მსმენელიც ეგრე ყავს რა რომ აი მართლა რასაც იტყვიან რომ ყველა იმხოტებ ესე მოყვებიან მოусმინო იდეას რა რატო მან თავარი არის შიმშილი დაკლება всё დაკლება მაგრამ ზუსტად ვამბობ რომ ეგ მოვიმატე შენ რო უყურე ყოველდღე რო სარკეში იხედებოდი და რაღაცა გაკლდებოდა და თან ბიჭი ხარ და უეჭო ახალგაზრდა ხარ და უეჭველი იასნა ძალიან სწრაფად გაკლდება всё იქ გოგოსთვის რომელიც არის desperate როგორ არის სასოწარკვეთილი რომ იყოს ეგეთ რამეზე ანუ ბევრი მილიონი ხო ანუ აქამდე რო ყოფილი მარტივი გიგი მარტივი არ არის მარტივი აი მე ვამბობ დავდე ფაქტავს რომ 10 ან თუნდაც 7 დღე ვინც მაგის ნებისყოფა ვინმეს თუ ექნება იმას ის ნებისყოფაც ექნებოდა რომ 2 თვე დიეტაზე პროპერ დიეტაზე ყოფილიყო 7 დღე ძალიან მალე მთავრდება იმის ტვინში არის შანსი არა 7 დღე არის 7 დღე და ვეუბნები რომ ვარჯიში ცხოვრების წესი და რაღაცა ლაიფსტაილი არის და ლაიფსტაილი ხვალ მინდოდა და კერძო გუში მინდოდა და დაკლება მე უკვე დაკლებული არა მე ისე მაგრამ ჩემთვის აი რომ ამბობდი ერთ-ერთი ანუ აი 10 დღე რომ არ მიჭამე, აი ეგ იყო
ყველაზე რთული რაღაც რაც ვიცი. ხო და აი ხა ზუსტად გადავიდეთ მაგ იმებზე რა ეს გავარდნებს და იმაზე მე კიდე დაუბრუნდეთ მაგრამ აი ზუსტად ეგ მინდა რომ შენ გააკეთე ასევე შიმშილის გარდა blind challenge გააკეთე და ჩემთვის ეგ ყველაზე ძალიან საინტერესო აი ემოციურად მე კი მახსოვს სტორები ჩაწერე მაგრამ YouTube-ზე მთლად ვერ ვნახე მთლიანი ის არის იყო შეიძლება მე ვერ ჩავყევი და ვერ იმასქენი რა პროცესი იყო просто აი ეს აი storytelling-ი behind და შენი რეალური აი ეს ზრდა რა მოგცა ხო მე მგონია რომ მაინც რაღაცა ყველა challenge-ი პლუს რაღაცა ფენას გიმატებს პიროვნულ ზრდაში ხო რაღაცას გაძლევს ყველა challenge-ი რაც გამიკეთებია თითქმის მაგას ემსახურება პერსონალური challenge-ი რაც მაქვს რა 10 დღე შიმშილიც მაგ personality-ს ეხება და ბევრი რაღაცა და 10 დღიანი შიმშილი რატო ეხება და personality-ს და რაში შეეხო 10 დღე fasting-ი ანუ იდეა მქონდა ნახე 7 დღე რომ გამეკეთებინა fasting. ნუ ზოგადად ჩემთვის fasting-ი თუ ჯანსაღი ხარ ყველაფერი შეწრეს ხარ და ისა, ანუ არაფერს არ გავნებს რა, პირიქით მგონია რომ რაღაც შეიძლება უფრო რაღაც ცუდი რაცა გაქვს ის რაღაცა მოკლას და ის რა თქმა უნდა რომ მაგას უკარყოფითი თვისებებიც აქვს, მაგრამ იმის მიუხედავად მე მაინტერესებდა. მე ვიცნობდი მეგობრები მყავდა ისინი ამ ბევრი ანუ ეს გაინტერესებდა შენ თავის გამოცდა გინდოდა რამდენად ნებისყოფურად გაძლებდი თუ გაინტერესებდა უბრალოდ აი ფილინგების ზონეზე რა ორივე მაინტერესებდა იმიტომ რომ ვიცოდი რომ მე 5-6 დღეს რაღაც სხვანაირი ენერგია მოდის ანუ ბევრი რაღაც მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა და ის სიმართლეა თუ არა რაც არის და მეორე ანუ ეს personality-ზე ანუ რამდენად შემილია ანუ იმიტომ რომ ვიცი რომ შეუულიეთ რა და ეგ რო გამერთულებინა კიდე ჩავრთეთ სხვადასხვა challenge-ი რო საჭმელი მოქონდა ჩემთან სახში აკეთებდნენ და ანუ აი მეთქე როგორ ვიყავ იცი მაგას თუ გავაკეთებ მაშინ ყველაფერს გავაკეთებ რა და ეხეც ვამატებ ეხა საჭმელი გიყვარს ისე საჭმელი გიყვარს კი ანუ მაგრამ მაგის მერე უფრო და ცოტა მანამდე კიდე რო გადავახვევთ მანამ კონტენტ კრეატორი გავხდებოდი 72 საათი გაკეთებული მქონდა 1-2 და მაგ დროს შესაძაც აკეთებ ეგეთ რაღაცებს შენი დამოკიდებულების საკვების მიმართ ყოველ სულ იცვლება ეხლა სულ კიდე არას მაჭირდება აი რას გულისხმობ აღარ გაქვს ეგ რო აი ვაიმემშია და საღამო დღეს თავი მტკივა იმიტომ რომ არ მიჭამია ანუ არ არის ეგ რეალურად თავი ეგ ფსიქოლოგიურად აჯერებ თორე სამამდე რო არ ჭამო თავი არ აკეთდება იმის გამო რომ რა ქვია წინა დღეს 8 საათზე ახლა მოდი ვიჭხობოთ აი შენ რო სადო 75 საათი აი მაგაში მოყვები რომ სხვანაირად შევხედავ და არ ვიქნები საკვებზე დამოკიდებული უბრალოდ ბიოლოგიურად მე ვიცი რომ გაღვიძებიდან ზოგადად ყველას ორგანიზმი მთელი ღამის ნაშიმშილარის მერე ენერგია ჭირდება საიდანაც და არ გავჯიჯგნი რა რომ ავდგე და რეკოსტი ჭირდება შენი აზრი delete აუცილებელია ქალებისთვის არის crucial. კაცები კაცები ძალიან მარტივად ოკეი, პირიქით არაადაპტირებადი ჰორმონალური სისტემა გაქვთ, მაგრამ აი ესეთ საკვებისეულ და კვებით ცვლილებებს ძალიან მარტივად აადაპტირებენ თავიანთ ჰორმონალურ სისტემასთან. როცა ქალების შემთხვევაში არის ქალების შემთხვევაში არ არის აქ სამჯერ კვებაზე ლაპარაკი. საუზმეზეა ლაპარაკი და კალორიების რადიკალურ ცვლილებაზე. ანუ აქ სამჯერ იქნება თუ ორჯერ იქნება არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საუზმე ძალიან crucial არის ქალისთვის რა, crucial როგორ არის? აუცილებელი ქალისთვის. და ასევე მოვარჯიშე ქალისთვის განსაკუთრებულად. ანუ მოვარჯიშე ქალისთვის, როდესაც მოვარჯიშე კაცისთვის ალბათ სუშია ყველაზე. მე რო ვიღვიძებ არა, შეიძლება ხო სულ ხშია არ დარქვა, მაგრამ ანუ ენერგიის წყარო ჭირდება ორგანიზმს, რომ ეგ იმას, რასაც უკეთებს სტიმულაციას, გაიზარდოს ის. ქალებზე ვერ გეტყვით, თორე აი კაცებზე რომ კაცების შემთხვევაში ანუ თუ შენ ვარჯიშის პონჩი შენ კუნს სტიმულს უკეთებ რომ აი პატარა ნახევები წარმოქმნა რომ გაიზარდოს ის გაზრდა უნდა მოხდეს დასვენების დროს და ადეკვატური აღდგენით ანუ ენერგიის მიწოდებით ეგ ვარჯიშის და იმის შემთხვევაში მაგრამ მე ვფიქრობ რომ request-ი ესე ვთქვათ ანუ არ არის იმდენად საჭირო მამაკაცისთვის რომ შეგიძლიათ პირველამდე არ ჭამო და ჭამო აი ეგ ფასტინგის მიმართულებები შენ რას როგორ აირჩევ ხო აი ძალიან მაგიტო არის საინტერესო ეგეთი რომ სადო და მაგ 75 საათმა და 10 დღემ იმდენად შემიცვალა დამოკიდებულება საკვების მიმართ რომ ჩემთვის რესტორანში მისვლა და რავი არ მაინტერესებს ანუ სიხამეს დაუწია ასე ვთქვათ არა აქვს მნიშვნელობა ანუ
ეხლა რო ვაგებ სიხამე ცოტა სიტყვა, მაგრამ აი თვალის შიმშილს დაუწია ცოტა. კი, ანუ ეხლა უფრო რაციონალ, მაგალითად ეხლა რო კვებას ვირჩევთ, რომ აი რომელი რა ჭამოის და ანუ ჩემი დამოკიდებულება არის, რომ აი არა აქვს მნიშვნელობა. ოღონდ აი ამას რაღაცა თევზეულობას ბევრს ვერ ვჭამ. თუმცა ის რაც არ გიყვარს. ხო რა, დანარჩენი ანუ ვეუბნები რომ ანუ ყველაფერს ვჭამ. თევზეულობას შევჭამ და ანუ შენთვის იდეაში საჭმელი გახდა რეალური საწვავი და არა ბედნიერების წყარო. ნუ ხო, მაგრამ პერიოდებიც მაქვს რომ აი დამკიდია და მანამ რაღაც 1-2 თვე მაქვს ის რომ აი რასაც მინდა იმას შევჭამ რა. არა, მაგასაც არ უყურებ. მე აი იყოს ანუ არა. რა იყო აი მაგ დროს ყველაზე რთული აი ზუსტად იმ 10 დღის განმავლობაში. რა იყო მაგ დროს რთული? დრო ნელა გადიოდა ის რომ ნერვები გეშლებოდა და შესნების ყოფას ემუშავებოდი და იქიდან ნუ მე მგონია რომ ძალიან ძლიერი გამოდიხარ შენების ყოფასთან იმიტომ რომ ფაქტიურად რაღაცა 10 მაგად შენი თავი ზურგი გაქვს რომ ამას გაუძელი რა გამარჯვების ამბავში ხო ეგ ერთ-ერთი მიზეზი მაგიტო იყო რატომაც გავაკეთე რომ უფრო შენ თავი ჩემი თავი რომ მე I'm control მაგრამ დრო როგორ გადის მაგ დროს დრო აქტივობს რო ვაკეთებდი მაინც ნელა გადის მაგრამ ყველაზე რთული რაც იყო არის მარტო რო რჩები რა ანუ მარტო რო რჩები არის როგორ იცი თვალება ხოლმე რო ვიყავი არ მქონია ეგ რა აი მარტო რჩები და ოკეი ანუ მარტო რო რჩებოდი საჭმელზე აი მართლა მიდიოდი და აი ვაღებდი რაღაცე ანუ არაფერი არ ყველაფერი გადავყარეთ სპეციალურად მაგრამ აი ალბათ არ ვიცი ვიყურებდი და მეთქი აი ეხა ერთი რაღაც პატარა რო იყოს აი ერთი აი პატარა მაგრამ იგიც არ არის კაი რა fasting of და აი ანუ არ წაგზენი ხელი არა იმენ მთელი 10 დღე გავუწევ აი ერთხელ იყო ცოტა ძალიან თაში ავედით გუდაურში და შაქარი ხო ცოტა შაქრიანი წყალი დავლიე თორე ძირითადად ხო მაგრამ 10 დღეს სვავდი წყალს აი მოსამზადებლად შენ იდეაში სპეციალისტებთან გადიოდი ვისაც ეგ დავშოთ გაკეთებული აქვს ან როგორ უნდა შეხვიდე მაგ ფაზაში როგორ უნდა გამოხვიდე მაგიდან ანუ ესე უწევ პრაქტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსვლა შესვლა ეგეთი მნიშვნელოვანი არა რამდენადაც გამოსვლა კი ბატონო მე პროფესიონალები ყველაფერში მაგ თემაში მყავდა რა იმიტომ მყავდა გაკრეს რომ მე ოკეი ვარ პროსტა მინდოდა რომ ხალხთანაც ეთქვა ექიმს რა არის ანუ ექიმი ამბობს რომ არ არის კაი მაგრამ მე მაინც ვაკეთებ ანუ აი ვიუც გვინდა და დაგვენახებინა რომ ექიმი ეხაც აი ამ ჩელენჯს მე ვისაუბროთ მაგას მაგრამ Ironman 75 რასაც ვაკეთებ ვცდილობ რომ ყველაფერში პროფესიონალი მყავდეს იმაშიც ამაშიც და რავი ეხლა რო უყურებ 1-6 კაცია ვინც მეხმარება ამ უბრალოდ იმაში რა შიდა წერეში და წარმოგიდგენთ კიდე behind the scenes კიდე ბევრი ხალხია რა იქ YouTube-ის ხრია რა ხო ძალიან მაგარია არა ეს ძალიან კარგი არის როცა რაღაცას აკადემიურად უდგები და ანუ ისე არაკეთებ რომ უკვე პასუხისგებლობა რომ აქვს თორე შეიძლება ჩემი თავისთვის ეგრე ძალიან არ ხო ანუ ხალხი რო არ ყოლოდა შენ აი ესე follower-ი და რაღაც შეიძლება აი დაგეწოდე და უფრო ეგეთი ვარ. ნუ შენ ზოგადად მივხვდით რომ სიგიჟეებისკენ მიზრეკილი ადამიანი ხარ. და გახასიათებს ეს რაღაცა, მაგრამ გეგმის გარეშე შემიძლია დავიწყო რაღაც, რომ იმიტომ რომ თქვი რა. და მაგას გააკეთე. ხო, რა გამოვიყვანო. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებ, ძალიან მინდა გთხოვო, გამოიწერო არხი და ლაიქო ვიდეო და გაუზიარო მეგობარს. ამით ძალიან დაეხმარები ჩვენს არხს განვითარებაში. ანუ შენთვის აი რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ის რომ გაძელი თუ აი რაღაც მომენტში აი რომ საით მინდა იცი წავიყვანო ეს კითხვა რა უფრო გახარებდა ის ვალიდაცია რასაც შენ დავშოთ შენი ფოლოვერებისგან აი იმ შენი უამრავი არმიისგან მიიღებდი თუ იყო ეგ სადღაცას აი ეს რაღაცნაირ ეს მალამოსავით ხო იმიტომ რომ ხო წერენ აუ რა მაგარი ხარ და რაღაცა ეგ მნიშვნელოვანია თუ ის რომ შენ ეს გააკეთე რეალურად აი პროსტა მინდა რომ რეალურად აი მაშინ რა იგრძენი როცა გამოხდი მაქედან ანუ პირველივე იმიტომ რომ იმდენად სწრაფია ფიდბექი. ნახე ყოველთვის მე ვამბობ რა მაგას რომ მე რასაც ვაკეთებ ძირითადად აი შეგრძნების დონეზე ბევრად სხვანაირად მაქვს თუნდაც ყვება რომ გავაკეთე თუნდაც თვალები ახოვილი რომ მქონდა თუნდაც ის ანუ იმხელა მან თუნდაც კლუბში ანუ იმხელა გუნდი მუშაობს და იმდენი რაღაცა ხდება და იმდენ ამაზე უნდა იფიქრო. ან თვალები რომ მქონდა ახვეული, ანუ მე ვამბობდი რომ ანუ ერთი კამერამენი აქედან დეკით, მეორე აქედან დეკით, მიკროფონი ჩართული, ანუ აი შენ ხარ მაინც რა კრეატორი ხარ და ისე ვერ ფიქრობ რომ აი ეხლა მე ანუ იმიტომ რომ შენ ფიქრობ როგორ შექმნა კარგი კონტენტი. მაგრამ პარალელურად რა თქმა უნდა შენ ეს რაღაცა ანუ ორი ბენეფიტია რა იქით რომ
რაღაცა გიყურებს. დოპამინი გაქვს, რომ აი ხალხი გიყურებს, გასუპორტებს. მეორე დოპამინია, რომ შენ თავს დაუმტკიცე რაღაცა იმის მიუხედავად, რომ ბევრად მეტი წნეხი იყო. და ეხლა მეც რომ ჭამე აი კამერა ანუ ნახე კამერა რო არის იქ შეიძლება რომ ჭამო სხვანაირი რეაქცია არ ვიცი ეგ რა არ დამიტესტავს. ანუ არ გამოგიცდია რეალურად. აი იქ შეგრძნება არ ვიცი ალბათ, მაგრამ მე რაღაცნაირი ალბათ შეიძლება ემოციო, არა, ემოციური ვარ. მაგრამ რაციონალური ხარ მაგდროს უფრო. ხო, აი არ ვიცი რა. მაგ კამერა რო არის ცოტა სხვანაირი ზეგავლენას ახდენს იმაზე, რომ აი 10 დღე არის გიჭამია და ეხა ჭამ რა. ანუ შეიძლება აი ვერც კი ვცდილობ რომ გაიაზრო, მაგრამ თან კამერაც გიყურებს რა. ანუ კამერა რო გიყურებს ეს შესაძლოა რომ რაღაცა 9 მილიონი კაცი იქ დგას რა. და თან რა კამერამენები იქით აქეთ განან, გუნდი იქით დგას და ყველა შეგიყურებს და აი რაღაცა ისაგაკ რა. და არ გღლის ეგ? აი აქამდან მით უმეტეს ესეთ ჩელენჯს რო აკეთებ და წარმოიდგინე 10 დღის მერე შენი ნერვული სისტემა არის აი გათანგული, ისეთი გადაღლილი. პარალელურად გადაღებები იყოს სულ ანუ რებია? პარალელურად გადაღებები ყოველ დღე. მით უმეტეს ხო, ანუ წარმოიდგინე პლუს გადაღება, ანუ ეგ ხო პასუხისმგებლობაა რა, ეგ ხო მოჭიმულობაა კიდე, იმიტომ რომ მაგ გადაღება კიდე უფრო გჭიმავს. მაგას ვამბობ, აი ესეთი ჩელენჯის მერე, როცა შენი ნერვული სისტემა გადაღლილია იდეაში, პლუს აი იმ მომენტში თან რო გინდა განასხვავო, ხა მე აი ამისთვის გავაკეთე ეს თუ რეალურად ჩემთვის აი ჩემი რაღაცა საკუთარი თავის ამოცნობისთვის, კიდევ გაცნობისთვის და რაღაცა და ამას კიდე კამერა მალე ხდება რა, ეგ ნახე YouTuber-ი როდესაც ხარ და რატომაც რაღაც მე და კაკო მაგალითად მივედით იმ წარმატებამდე ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო რომ ორივეს გქონდა ეგ რაღაც რომ ანუ just normal რო ვიყოთ normal ვერ მიხვალ იქ და იმდენად სწრაფად ხდება რაღაცები, აი აქ მოხდა რაღაცა 5 დღე გადავიღეთ, შემდეგ ანუ მან ჩვენთვის ესე მაგიტოა რა YouTube-ი, ისეთი საინტერესო და ყველაზე ფიქრობ ერთ-ერთი ძალიან სტრესული რაღაც ის არის, რაც პროფესიონალად თუ უყურებ. რავი, სულ გადაღებაში ხარ, სამოგზაურო კონტენტი განსაკუთრებით, ანუ უნდა იმოგზაურო თვეში 2 ჯერ მინიმუმ, თან მე დაამონტაჟო, სადღაც 10 დღე ამონტაჟებ, ჩართული ხარ ამ პროცესში, პლუს გუნდი ყავს, პლუს ანუ ბევრი რაღაცა. და პლუს Instagram, TikTok-ი წარმოიდგინე ჩვენი ანუ ჩემი ახლა არის მაინც შემოსავლის წყარო. ანუ ორი ბიზნესი, გუნდი და კლიენტი, ანუ ყველა მხარეს ხარ გაყოფილი და მაგასაც ანუ რთულია. და ვერ გაქაჩავს ბევრი. ხო და ეხლა მე იმას უნდა დაუბრუნდე შენებს რო უთხარი რომ არ მინდა დასვენება ესე ვერ დავისვენებო როგორც 9-დან 6-მდე ტიპები რომ მუშაობენ და ეხლა ისვენებ. ვაფშე არის ხო ვაფშე ვერ ისვენებ. მაგრამ ეხლა რაღაცას შემთხვევით ვაკეთებ და შენთვის მე მგონია რომ კიდე რაღაცა აი ეს სტრაფი დოპამინი რაც ხალხისგან მოდის ეგრევე სტრაფი ფიდბექი რომ აი ეს რაღაცა თუნდაც ის პატარა ვალიდაცია უნდა დავარქვათ რეალურად არის ეს ვალიდაცია რა რომ ტიპები აი ყო აუ გიგის აყოლ და რაღაცა ანუ ყოველი შენი სიგიჟერო მაგიტო მევასება Instagram-ი თავიდან რო ვდებ ხო ფიდბექს გაძლევს რა და უფრო სწრაფადვე გავსებს შესაბამისად აი YouTube-ი ცოტა მეწელება ხოლმე რომ აი რაღაცა მაგარი რაღაც რო გავაკეთო ისე თუ ერთ თვეში შენ აკაკეთებ მაგიტო მიყვარს რომ Instagram-ზეც ვარ და YouTube-ზეც რომ აკა ჩემილია გელაპარაკოთ ვისაც გაინტერესებს და ვისაც უფრო ცლად გაინტერესებს და მართლა რატო გავაკეთე რაღაცა გადმოდით აქ და აქ უყურეთ რა ამიტომაც ეს ორი პლატფორმა ძალიან ერწყმის ერთმანეთს მაგ ხო თან რაღაცა ქართული YouTube ახლა მით უმეტეს შენს კაკომაც სოსომაც რაღაც აი უცებ ისე იქუვლა რომ ისეთ რაღაცებს აკეთებთ რომ აი რაღაცა ხოიცი აღარ ვიცი და აი რაღა დარჩა აი რაღა დარჩა და ხო მაგრამ ნუ აი დარწმუნებული ვარ რომ ყოველი აი ამ იმის აი დაგეგმას თუ რაღაცა ეს exhaustion როგორ არის ქართულად გაქანცვა ნუ ახლა რამდენი წლის ხარ გიგი 25 აი არ გიფიქრია იმაზე რომ აი ესეთი ტემპით რო ეხლა მიდიხარ შენი ენერგიის გადანაწილება შეიძლება სადღაც არასტრატეგიულად გაგეპაროს და მალე გადაიწვა ნახე 20 მერე ცოტა რაღაცები გაგუნებს ხო იცი ეგეცა ნახე ცოტა მე ხა სტრატეგიულად უყურებ რაღაცებს მე ვიცოდი ზუსტად 25 როგორ გამოიყურებოდა 25 რო იქნებოდა ერთ-ერთი crazy year ჩემთვის როგორც YouTube პლატფორმაზე ეგ ვიცოდი ან ცოტა დაგიგმა ეხლა რასაც ვაკეთებ ეხლა ნახე იქ ვიცი რომ ეს გავაკეთე მაგრამ
პერსონალურ level-ზე მე ვასებობ ვარჯიში ვერ ვარჯიშობდი ვერის და ამიტომაც შემოატრიალე ისე რომ მოდი YouTube-ი გავაკეთე ამაზე მოვარგოთ მე რაც მინდა ეხა რა მე რაც მისწორდება ოღონდ ისე მოვარგოთ რომ ხალხსაც გავუსწოროთ იმიტომ რომ ჯერ უნდა გახდე რაღაც viral და მე viral რო ხარ მე ეს შენარჩუნება ყველაზე რთული მაგრამ თან ის არ უნდა დაკარგო რომ აი ეხა იმიტომ მივდივარ ამისთვის რომ ვიდეო გადავიღო და აი ეგ ცოტა თოთ რომ გამიჩნდა რომ ეხა რაღაცას მაგიტო ვაკეთებ ძალიან დაისახა ვიდეოზეც ნეპალში ვიყავით გადავიღეთ რაღაც აღნიშნავ ჩემ დაბადების დღეს ნეპალში ეგრე დაემთხვა რომ იქ ვიყავით და ბარემ მოდი ის გადავიღოთ იმდენად დაღლილი ვიყავი მენტალურად აი ამ ჩემი ჩვევის აი ესე როგორც ახლა აი რომ ვერ ვიყავი ხოძე რა ანუ რომ აი რაღაცა ორი დღე ვიჯებდით მაგრამ აი რაღაც ჩემი თავი თლად ისე ვერ ვიყავი ნახევრზე აისახა მაგრა აისახა და მაგიტომაც აისახა რა და კაკრას მან უკვე დაგეგმილი მქონდა აქეთა წელი. ანუ უკვე ჩემი გონება იყო რომ 26-ში რას ვაკეთებ რა. ხო, ანუ შენ რაც არ უნდა იდეაში აი თუნდაც კამერასთან შენ მაგარი გაწვრთნილი ხარ, ხო? და ანუ ყველა კრეატორი ჩვენს მობილურთან და იმ პატარა კამერასთან რასაც დავატარებთ, მაგარი გაწვრთნილები ვართ. შეიძლება ხმა ტელევიზიის კამერა რომ დავინახავ ჩმორდები, მაგრამ ყოველ დღეში დიდი კამერები ძაბავს, მაგრამ ნუმალაბარაკებ თამაში. მაგრამ ეს ჩემ მობილურთან მე მაგარი ისვა რა, მაგრამ მე მგონია რომ ზუსტად აი ეს გადაღლა და რაღაცა აი რაც არ უნდა გაწვრთნილი იყო ენერგეტიკა და შენი აი ეს გადაღლა ანუ მაინც ყველა ვარიანტში აისახება და აი შენი ის ენერგეტიკული ველიზოთ რომელიც იყო გადაღლილი აისახა უეჭველი ემაში ასე რომ შეიძლება რაღაცნაირად მაყურებელს და იმას ეგონოს რომ კრეატორი შეიძლება ყოველთვის იქ რაღაცა დოზით თამაშობდეს მაგრამ თუმცა ესე არ არის აგერ დაამტკიცე ყველა ვარიანტში სადღაცას იპარება რა ის იპარება ანუ მანდ ძალიან დიდი მშობა როგორ განწყობა გაქვს რა და შეიძლება ჩვენ ისეთი ტაიმლაინი გქონდა უკვე რომ აი უკვე წამოსვლის პერიოდში იყოს 2 დღე გქონდა დარჩენილი და ან ჩვენი last shot-ი იყო რა და ანუ დაღლილი ხარ უკვე არის ანუ 3 ვიდეო გქონდა გადაღებული მანამდე და ირანში ვიყავით მე იქ რაღაც თევზე ვიცოცეთ ანუ ყველაფერი მოხდა რა და უცებ აქ ჩამოვედით და გადავიღოთ მაგრამ და ნუ სხვა გზა არ არის მე სანამ 75 დღიან challenge მივადგები, აი მინდა რომ მოვყვეთ შენი ერთი challenge-ი სრული პროცედურა. აი behind მე შუაში და რაღაცა. და მოდი აი რომელი ყველაზე ესეთი აი პროცედურულად ყველაზე რთული challenge რომელი იყო ალბათ დამარხვა იქნებოდა. დამარხვის challenge. ხო, აი ბოლო მოვყვეთ თუ პირველი? ბოლოზე ბოლო ჯობია, იმიტომ რომ ბოლო ბევრად მასობრივი. აი დავიწყოთ, საიდან წამოვიდა იდეა? ალბათ იდეა იყო რომ იმ ტიპზე რეკორდი მოგეხსნა, ხო? იდეა წამოვიდა მაგის, მაგრამ მან მქონდა ორი გათვლა რა, ანუ ერთი იყო რომ რამდენად ოკეია ქართული აუდიტორიისთვის, რამდენად მიიღებს რომ აი ვიღაცა კუბოში ჩადის. რელიგიურადაც ხო, მისტერ ბის კიდე რაღაც ჯვარი და რაღაცები ეგეც ჰქონდა რა და ანუ ახლოსაც არ გვინდა და ყოფილიყო რაღაც მსგავს რელიგიურ თემასთან და გადავწყვიტე რომ მარკეტინგულად ეგრე შეგვიფუძე რომ მისტერ ბის სუხსით რეკორდს რა და არა პროსტა ჩავდივარ მე ანუ შენთვის რა იყო ეგ ჩემთვის რა ჩელენჯი იყო ანუ გასართობი არ იყო ხო ანუ მორიგი ჩელენჯი არ ყოფილა ეს იყო მოდი რეკორდს მოხსნი და დაგანახე ანუ შენთვისაც ეგ იყო მარტივი იყო უფრო ანუ ესე რა რომ აი მოდი განახებთ რომ შემილია მსოფლიოში საუკეთესო იუთუბერს მოუხსნათ რეკორდი. და მაგ ანალიტიკა რო გავაკეთეთ, რამდენი დახარჯა მისტერბი, ანუ სტატისტიკები რაღაცები, რამდენი დახარჯა პირველ ვიდეოს, რამდენი ნახო ქონდა მეორე ვიდეოს მისტერბის პარაც გაკეთეთ. ეგ დადებული აქვს იმას აი ეს ხარჯობრივი პოდკასტებში საკნასო ბევრ რაღაცებში ნასაურები აქვს. რაც არის ანუ მილიონებს ბევრად ცდება, ანუ ძალიან ბევრ მილიონზეა საუბარი, ათეულობით მილიონზე რა. იქ ვიდეო გადაიღო მისტერ ბის. ხო. მილიონზე მეტი დაუჯდა? კი, მისტერ ბის ყავს. შეიძლება დაგიჟდა გეღოწე მითხარ საქართველოს ბევრი დაჯდა, მაგრამ ხო, ანუ მაგას დაშედარებით ვერა, მაგრამ მილიონზე მეტი დაჯდა, იმიტომ რომ მან ეგენი კიდე ბევრად ვაუ წავიდნენ რა, ეხლა ჩვენს გქონდა მაგალითად ეს გამჭირვალე ჭერი. მაგრამ სხვა მატერია, იმან რა მატერიაც გააკეთა, ის ღირს მარტო ეგ ღირს ძალიან ძვირი. ხო, მაგრამ მან ხო რისკების ამბავიც არის, ალბათ იმიტომ რომ ბევრად გადაზღეული იყო ის. მე გადაზღეული. შეიძლება ჩამტრეოდა ის მიწა. ვერცინადას ვიყავით, არა, ვიყავით ჩვენს გადაზღეული, ერთი გადაზღვა ქონდა რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ ეგრე გადაწყვეტეთ. და არავინ არ გვთანხმდებოდა მაგ იმას. ნუ behind scene იყო რომ როგორ შევფუთოთ. თუ შევფუთეთ, მე როგორ
განვახორციელოთ მართლა როგორ მაგრამ ეხლა უყურე შევფუთოთ ვინ და ვინ ზიხარ და ვინ ლაპარაკობთ შენ და მე ჩემი გუნდი პროდაქშენში ვინ ჩაა რა მე ჩემი მაგარი პროდიუსერი ჩემი ედიტორი ერთი მე ედიტორი მეორე და ესე რაღაც იდეურად მოდი კიდე 10-ში არის ჩემი ვინც 10-ში ვინც გედგა თავზე ხო ჩართულია და კიდე ერთი ადამიანი იყო ვინც ესე ვთქვათ უშუალოდ ტექნიკურ ხარეს იღებდა და კამერამენი ანუ რეალურად ყველა რამდენი კაცი ვიყავთ ალბათ 7-6 მაინც ვიყავით ჯამში საბოლოოდ რო დავჯექით უკვე აი მოდი ყველას რა გჭირდება ხო ანუ ტექნიკურად რა გჭირდება ამისი რა გჭირდება ამისთვის რა გჭირდება ეს როდისაა კაი ღამე დილა შუადღეს რომელზეც ანუ ყველაფერი რა და მაგ თავიდან ეს იდეა როცა მოვიდა ვინ დამეხმარებოდა იგი ხო რა ვინ გამიკეთებდა კუბოს და ბარში ვიყავი მახსოვს და ერთი ან მაგ დროს რა რაღაც ბარში ვარ და მოდის ერთი ბიჭი რა რომელსაც ვიცნობ ხო და ეს გეგი მეუნება რომ ისაო რა ქვია აუ მაგრა რაღაცა მევასებიო დაგეხმარებოდიო რამეში რომ შემოძ მეთქი რავი რასაკეთებ მითხარი ხო და რაღაცებს ვამზადებო აი ხელობის პონჩიო რაღაც ავეჯიო ისაო კუბოს გამიკეთებ რო რამე და რავიო რატო არა რაღაცა მოდი ხო ვილაპარაკოთ და ანუ მე მეგეთი რო ჟარო ვთქვით ოკეი მე ხვალ დაგირეკავ და მართლა გაგაკეთე ანუ თუ ეგ შესაძლებელია და ესე დავმეგობრდით მე დავიწყეთ ისა და დავაიო მე შემილიაო რა მაგას მე ავიღებ პასუხისგებლობას მე დამითვალე ხარჯები ისინი ესენი დანარჩენი მხარეს მეთქი ჩვენ გავივლით აქ შენ პარალელურად მუშაობ იქ სპონსორებზე რომ მოიყვანო იქ სხვადასხვა ისინი თან აქაც ავარ ძალიან ჩართული ხა დატესტვა რა ხდება როგორ ხდება წყალი შევიდა არ შევიდა როდის იქნება მზად ანუ მაინც კუბოს ზემაში ხო ანუ ხო მაინც ანუ ხო რა ესე შენ დაჭახვიდე ხო რა თქმა უნდა ხო ამიტომაც ბევრი ეხა მეორე კუბოზე უკვე მეხმარებოდა ჩემი დამყავს ესე ვინც არის პროდიუსერად და მეხმარება მაგ კუთხეებში რა რომ აი რაღაც შეამოწოს ისე ეს ანუ რომ მაგ პატარა დეტალები კამერამენი როდის მოვა ესა რომ რაღაცა იმიტომ რომ მე ვეღარ ვქაჩავდი ფიზიკურად რა და უკვე მან 2-3 კაცი გჭირდება ვინც დაგეხმარება ბევრი და ანუ ეს პროცესი ტექნიკური რაღაც შედგა და აი ტაიმლაინი რა არის განხორციელებამდე უბრალოდ იდეიდან განხორციელებამდე რამდენი ხანი ამზადებდი მაგას დიდი ხანი დაჭირდა ერთ თვეზე მეტი დაჭირდა თვითონ მომზადებას თვეზე მეტი თვითონ გონჯა ნორმალური დრო არის არა ხო მაგრამ საქართველოს რო გოჩქარება ყველაფერი მაგრამ მაგ ხელა უშველებელ 8 დღიან ჩამარხვას თვე ნახევარი იყოს მაქსიმუმ ძალიან რა მომზადების პროცესი რომ აი ყველაფერი გქონოდა რაც შეიძლება ყველაფერი მაგაკეთო შეარჩიე თუ პროსტა დაემთხვა რომ აი ხა მოგიყვება არა რო აღარ უნდა აციებულიყო მეტი რა ცოტა გაგვეწელა მანამდე უნდა ყოფილიყო მაგრამ ვერ ვასწრებდით და ესე გადაწდა მაგრამ ძალიან რთულია იმიტომ რომ ამდენი კაცი რაღაც 2 კვირა ჩათვალე უნდა აიღო ესე რომ 2 კვირა ყველაფერი უნდა გათვლილი ქონდეს აი როგორი რაღაცები იცი აი რა პატარა რაღაცას რო ხარასწორად გააკეთო ან ვერაფერს ვეღარ შენ მანამდე ტესტ კუბო ჩადე და ჩახვედი ის რამოდენიმე იმიტომ რომ იქ ხო უნდა გატესტო არა აი ეს უბრალოდ ამოთხარ უკვე პირველი გაკეთებული ქონდა მეორე უკვე პირველზე გატესტე კი ერთი გადაღებისთვის შევედით უბრალოდ რომ გადაგვეღო და მე მეორეჯერ ეხლა მე ინტერესებს ტუალეტის ამბავი როგორ იყო იქ მოგვარებული ეგ უნდა მე არ ვაწვდიდი ძევით ანუ ეგეც ეს არის იქ არის ან წარმოგიდგენთ ყველაფერზე უნდა ქონდეს ნაფიქრი მაგ შემთხვევაში ხო აი პროსტა ანუ ნაფიქრი ერთი მაგრამ შენ რომ მაგაზე ანუ მან უნდა გაძლო ხო აი ღირდა ამათ კი რად დიდი ჰაიპი წამოიღო რომ ყველა სოციალურ ქსელში ანუ დღეს ძალიან ცოტა ისეთი ვინც არის ის ვიღაცა კუბოშია ჩავიდა შეიძლება არის ვინა გიგი ქათამაძე მაგრამ ის იცის რომ ვიღაც კუბოში რო იყო და ეს რეალურად შეიძლება მარკეტინგულად კარგი სვლა არ არის რომ მაგით გაგისნოს ხალხმა მაგრამ მეორე მხრივ შენ რო ჰაიპს აწევ და მე შეგვიძლია შენზეა დამოკიდებული დროთა განმავლობაში ეს სახელი რაც გაქვს კუბოში დიხარ ნელა გადაარქვა სხვა რაღაცა და დაარქვა ამაში რომ მაგარია იმას მიაწვნე ხო რო გინდოდა რომ დათაგეთ და მიაწდინეთ ხმა და რაღაცა საერთოდ იქნებოდა იმიტომ რომ ეგ ხო არ ბევრი რაღაც ბევრი 10 სოფლიოში მინიმუმ კრეატორი აკეთებს რაღაცას რო ხმა ესე გააგებინოს ამიტომაც ეგ მაგრამ სოფლიოში ხარ პირველი კრეატორი ვინც მაგას გადაუსწრო ხო მაგ კუბოს ჩელენჯი ხო და
კიდე შეიძლება ჩემი მიზანია რომ მე რაღაც პონჩი მაგის რაღაც წებშიც გავიჩითო და ერთ-ერთი კარგად გამომადგება ეს ჩემი იდეის ისტორია რომ რაც გავაკეთე და ხო ისე ახლა უცბად რაღაცა მომიდა არსებობს YouTube CV რისთვის აი არ ვიცი რისთვისაც ჩვენ გინდა რომ იმ ტიპთან გაიჩიტო აი პორტფოლიო უბრალოდ YouTube პორტფოლიო აი რაღაცა რაც შეგიქმნია არა ის გლობალია მაინც რა ეხლა მაინც გლობალი ხო არა მე დარწმუნებული რომ მოვინდომო დღეს და ვთქვა რომ 6 თვეში რამენაირად იმის ვიდეოში გავიჩიტები რაღაც ამიტომ რა აქ რა შესაძლებელი აპლიკაცია გადაიღები და მაგარს გავაკეთებ რა და შემინდა მაგრამ ჯერჯერობით არ ჭირდება იმდენად უფრო ნახოთ რა გლობალი მინდა და გლობალზე უფრო შეიძლება და გამომადგეს მაგრამ გლობალი გინდა რას ნიშნავს მოგხსოვს ინგლისურად რა ანუ უცხო ინგლისურად გადავიყვანო იმიტომ რომ ინგლისურად დავიწყე და დაუბრუნდე ეხა ბევრი გამოცდილებით დიდი გუნდით და ქართველი მაყურებელი წამოყვება ქართველი აუდიტორია შეიძლება არ გვინდოდეს ესე რომ წამოყვეს რა შეიძლება არც ვთქვათ იმიტომ რომ ალგორითმისთვის არ არის კარი რომ საქართველოსთან უყურებენ ანუ რომ გავიდეს უფრო გლობალს მაგრამ ალგორითმისთვის ხო არ აქვს მნიშვნელობა მაინც თუ საქართველოში ხარ შენ დარეგისტრირებული იდეაში ხო შენ მონეტიზაცია მაგით ხდება მაინც ხო და მე სხვაგან დავარეგისტრებდი იქიდან დავდებდით იქიდან გავაკეთე ანუ შენი მომავალი გეგმა არის რომ ახალი YouTube ჩანელი გაიჩითოს რომელიც დარეგისტრება ალბათ სხვაგან კი ახალი YouTube არხი რომელიც იქნება ორიენტირებული უფრო მასობრივს ხო ნახოთ ხო რა ძალიან რთული ის არის კი ძალიან სერიოზულ კონკურენციაში შედიხარ კი სერიოზულ აი რო ავიღოთ მართლა რა ხდება რა იმ ხელა ფინანსები ანუ წარმოგიდგენ ის კუბოს ვიდეო ჩვენ დაგვიჯდა იმას რომ დავიჯდა რაღაც მე ვღადავ რომ მისტების მინდა რომ ვანახო რამდენი დაგვიჯდა ჩვენ შეიძლება თქვა 20000 ლარამდე დაგვიჯდა თავის ყველაფრიანად თითქმის რა ნუ ედიტი გადაღება კამერა ყველაფერი და რამდენი რა პერიოდი თვენახევარი ნუ პლუს 8 დღე 2 თვე ხო მაგრამ ნუ ერთი ვიდეო რომელიც 30 წუთი იყო ხო 30 წუთი 30 წუთიანი ვიდეო დაიჯდა 20000 ლარი რომელიც საკმაოდ ისეთია რა სოლიდური მაგ მე როდესაც პირველად ჩავედი მან სპონსორიც არ მყავდა ისე ჩავედი ანუ რისიმედზე ვიყავი და კაგეს მან ჩავიდოდი ერთი დღით ადრე გამოჩნდა სპონსორი უკვე ის იდეა და გეგმა რო იყო აბა აი ეს 20000 ლარი იყო შენ ჯიბიდან მზად იყავი რომ გაგეღო შენ ჯიბიდან ეს ნუ რა თქმა უნდა ხა ის ვიმან გაგიკეთა ამან ეს გაგიკეთა საჰაერო იმან გაგიკეთა ეს ეს მესმის მაგრამ დანარჩენი მზად იყავი რომ ეს ყველაფერი შენ ჯიბიდან გაგეღო შენ ჯიბიდან რა ნუ შენ შემოსავალი შემოგვი სპონსორებისგან შეიძლება მე აღარ ყავდეს სპონსორი რა ის შემოსავალი რაცა მე ატრის შენ გადაწყვიტავ იმათ 20000 ახარჯო ამაში თუ წახვიდე $0 ჩელენჯი გააკეთო რავი ევროპაში მაგრამ ეგ შენ გადაწყვიტო რომელი გინდა მაგრამ აი ნოჩადო რა ეგ არის მაგიტო ხა 10000 ლარიანი გათამაშებას რო გავაკეთეთ ეს რა თქმა უნდა ჩემი გადაწყვეტილება იყო რომ გამეკეთებინა რომ მოდი 10000 ლარს ჩემი ჯიბიდან ავიღე და მინუს მივცემ თორე ესე არ ყოფილა ვინმე რომ აი მოგცემ 10000 ზედმეც და ეს ვინმეს მიეცი ანუ ეგ არ ყოფილა რა ბაზარი არ არის გიგი აი ამ ჩელენჯის დროს ძალიან ბევრი ის იქნებოდა ხო ნუ ემოციური ვარდნა გექნებოდა უეჭველი იქ მაშინ რა ქვია თვითონ ვიდეოში კი ამბობ რომ მოწყენილი ვარ ლაპარაკი არ მინდა მაგრამ ეგ ანუ გულწრფელად რამდენჯერ იყავი ეგრე როცა 30 წუთიან ვიდეოში ერთხელ რა მეზარებდა რა გეზარებდა ანუ ყველაზე რთული იყო ჩასვლის პროცესი რო იცი რომ 8 დღე ანუ ვიღარო სოციალიზაციას მორჩა და მეორე იყო ანუ რო გამოვედი სახში მისვლა აღარ მინდოდა ანუ რა ოთახი მეთქი ანუ სუგარეთ ვიყავი და აი ყველაფერს ჭავა წავ დასალევა და ყველაფერს ვაკეთებდი რომ აი ის რაღაც 8 დღე ამომივსო ან რაღაც რომ ამოვედინა აი მაგ მიმდებარე პერიოდში როგორ ფიქრობ ხასიათის ცვლილებას ატყობდი ან ცოტა აგრესიული იყავი ან ოღონდ ხო მიზარებოდა რა ყველა ქონდა ეგ მომენტი რომ ცოტა ვიღაცები რომ მოდიოდნენ ხოლმე მეთქი ანუ არ მოუშვათ რა იმიტომ რომ ვიღაცები მოდიოდნენ დილით ვიღაცა მაღვიძე ანუ მეთქი ნუ გამანებით თავი ანუ არ მინდა რა ხო ლაპარაკი ანუ არ ვარ ხო ეხლა ვიღაცები რომ მოდიოდნენ მეგობრები და ის ოკეი ანუ რაღაც პერიოდში იმას ვიზავდი მაგრამ მე როა ჩემსათვის ანუ არ მინდა მაგრამ რო დამთავრდა მე ატყო აი ვაშე ატყო რა ეგეთი ჩელენჯების მე აი ხასიათი გეცვლება აი რაღაცა ცოტა მძიმდები ან რაღაცა თუ
თუ ისეთი არ მაქვს მაგის დრო რა ვიფიქრო. არა ხო? ანუ ამოვედი უკვე ვიდეოს მონტაჟი მიდის, უკვე სხვა ვიდეოზე მივდივარ რაღაც ერთ კვირაში ფრენა მაქვს, ანუ მაგდენი დრო რომ ჩემი ფსიქოლოგია ეხლა დამძიმდა თუ არა, ანუ არ გა. ხო, მაგრამ მაშინ შენ ეს მე ვიყურებ როგორც ნახე კომერციული პროექტი შეყარო რა. ეს არის პროექტი რა, რაღაც პროექტი რომელიც შენ ხარ შოუმენი და შოუს დგავ რა, ანუ you are ეგა წამყვანი ხარ რა. აი ეგრე ვიყურ. წამყვანი ხარ, წამყვანი ყველაფერი შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ მე რაღაცა ხე დავიგრუზე, იმიტომ რომ ეს მსახიობი ხა კი ვიცი რომ შედიან როლებში რომ აი ესეთი ცუდი ადამიანები რო იყო. ყველა იტოვებს გიგი საკუთარ თავთან დარჩენის დროს და შენ არ იტოვებ. სხვა შორის არა, ვიტოვებ რა. იტოვებ? კი, მე მიყვარს მარტო ყოფნა. ძალიან. მარტო ცხოვრობ, მარტო ყველაფერი მიყვარს რა საკუთარ თავთან ყოფნა. ანუ ხო და ზუსტად ეგ მაინტერესებს ემოციურად შენთვის, აი ესეთი რთული ჩელენჯები. აი ხასიათს როგორ აისახება, ან ემოციურად როგორ აისახება. აი რო შეადარო შენი თავი ერთი წლინახევრის წინ და ეხლა რა. ანუ რა ცვლილება არის მენტალურად, რა ცვლილება არის ხასიათობა ემოციურად. აი გაქვს ხშირად მოწყენილობა, ან აი ამდენი კამერასთან მუშაობის შემდეგ გადაღლა სტრესი. აი რანაირი სტრესი გაქვს მაინტერესებს. ჩვენ ხო ყველა სხვადასხვანაირი არ გდამავიც, რამე არ გამომჩეს, რამე არ აი მაგაზე კარიერაზე ორიენტირებული ან სხვა ანუ ჩემი თავი მაქვს მიცვნილი ეგ არის რა, ეხლა იუთუბერი რო ხდები და თუ გინდა რომ იყო ტოპ, ანუ აკეთო ტოპ რაღაცეები და მაგ დროს შენი ფსიქოლოგია ყველანაირად ანუ ყველაფერი სხვა გავიწყდება. ყველაფერი სხვა ან ისინი შემოყავს შენთან, ან სათვალე ანუ ერთი ან მე და ჩემი ძმაკაც ათში რო ხდებით, ანუ ჩვენი საუბარი მარტო ისაა. რა ხდება იქ YouTube, ანუ რა გადავიღოთ, ანუ ვღადაობდით რომ ანუ ახალ წელს მე შენ არ შევხვდეთ, იმიტომ რომ ისევ მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა ანუ დაგვიტანი გამანებით. არ დაგვებეთ. ისევ მაგაზე ვილაპარაკოთ. ანუ აი ესე იგი ეგ რა გამოდის, რომ რეალურად ამ სფეროში რო შეაბიჯებ, всё, შენი თავი დაკარგული გაქვს. არ არის ეგრე. გააჩნია შენ რა გინდა იყო და ადამიანი ვისაც ახლა წარმოიდგინე პარალელურად ამას ვერ გააკეთებს. რაღაცის პარალელურად ვერ გააკეთებს. გააკეთებს? შენ საუკეთესო გინდა იყო, ეგრე უნდა იყო. საუკეთესო. რა თქმა უნდა, ვიღაცა რო შემოდის, აბა მეცხრე ხარისხი ვერ იქნები, ხო იცი ახლა ვიღაცა რო შემოვა დამწყები, ანუ მე რო შემოვდიოდი, ვიცოდი რომ საუკეთესო ვერ იქნებოდი. ვიცოდი რომ წლები თვეები რაღაც ამჭირდებოდა და არა რა თქმა პირველ თვეზე არ მაქვს ლაპარაკი რაღაცა პერიოდის განმავლობაში რა მე უკვე შეგიძლია თუ მაგ ლეველზე მიხვედი რომ ოკეი ვარ და შემილია მე ამებს გადავა ანუ გავაკეთე არა მე საით მიყვავს რომ სერიოზული დედიკეიშენი ჭირდება რა თავგანცირვა თავდადება კი არა სერიოზული ანუ თუ შენ გინდა იყო თუნდაც ტოპ 5-ში ძალიან ბევრი უნდა ეშრომა იხა რო ავიღოთ ტოპ იუთუბერები, აი რა ვიცი, ძალიან ბევრ შრომობენ. რა ჩვენთან არ ჩანს ის, რომ ანუ დაჟე მარტო მე კი არა, ჩემი გუნდია ეგ არის რა. ედიტორი მაგალითად, ედიტორები, ანუ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ ანუ ძალიან მალე ერთ კვირაში უნდა დავდოთ ვიდეო რა. რაღაც მიზეზის გამო და ანუ გაგვითენებია მეც ანუ 3 დღე გავათენე როგორ ვიყავ იცი ანუ პირველ ყავის მაგიტო დავიწყე რომ მეთქი რაღაცა მინდა რა მეძინება რა თან სამუშაო მაქვს აი შანსი არა მაქვს და სადღაც ვარ თან რაღაცა კუნძულზე სადღაც ინტერნეტიც რო არ არის მეთქი და დასამონტაჟებელია რა მეც აქეთ მომონტაჟებ ის გავიყავით რა რომ აი სწრაფად მოვჭეთ და ანუ მანდარი აი სადაც არ ჩანს ედიტორების დიდი შრომა და გუნდის დიდი შრომა რომ ისინი სათენებენ ისინი ისე და ტაშ მარტო მე ვიყავ აი ეგ არის ყველაზე ისეთი რა მაგ თემაში რომ აი ტაში მარტო აქეთაა და როცა ამ ხელა შრომა იმაზე არის უკანა და რაიმე ქონია ის მომენტი რომ დავუშვათ შეატყვერო мотиваცია იმათაც სჭირდებათ და ანუ კი ანუ ჩვენ მე ყოველთვის ვცდილობ ხა ჩემი მხრიდან რა შემილია როგორც სიტყვიერი და ასევე ფინანსური რა შემილია სუპორტი ყველანაირად იყოს რა ანუ გამქონია რომ აი ხო ან მაგაზე აი როგორ ავარ იცი აი whatever რასაც მეტყვი როგორც გინდა მისმის შენ აი წარმოიდგინე შენ აი მხელა აი ბოდიში შეგაწყვეტნი აი მხელა იმაზე ლაპარაკობ რომ აი ეს თავდადება ფაქტიურად შენ ანუ შენ კი ამბობ რომ რაღაცა
ფაქტიურად შენი ტვინი სულ ორიენტირებულია რომ კონტენტი იპოვო ყველგან. ანუ ფარდას შეხედავ და კონტენტს ხედავ. ანუ როგორ უნდა გადააქციო ეს ფარდა ახლა კონტენტი. ხო, ეხლა რომ მილაპარაკე შენ ვიღაცამ რაღაც გააკეთაო, ეგრევე გადაცურა ბოსფორი, ხო, ეგრევე დაფიქრდა. ყველაფერში ეძებ, ანუ არასვენებ ტვინს რა და უცებ ტიპი ვიღაცა გიხდება და ნეტა ერთი მე მომცა შენი სამსახური და რაღაც. ნეტა ერთი შენ რაღაცა ტინგიცით აკეთებ ფულზე რა, აი ვერც მართლა ვერც მიხვდები რა ჩვენ რომ მე რო ვატარებ მაგალითად პირველ 3 წუთზე პირველი ვიდეო 3 წუთია თავარი და მე რო ვატარებ შეიძლება 8 საათს ან 2 დღეს იმ 3 წუთზე ანუ მე რა ხავ ანუ არ იგზნობა რა ანუ ეგრე რო ანუ ხო და ეგეთ კომენტარებზე არ გიშლება ნერვები ეგეთ კომენტარებზე არ გიშლება ნერვები არა ეხა უფრო მეშლება ნერვები სხვა შორის ანუ ეგეთებზე არ მეშლება ვაფშე საერთოდ ისიც არ მაქვს რა რომ აი ეს რა მე ხანდახან აი ვიღაცები რომ აი შენ მირჩია ბაიდია ანუ როგორ ეხა 10000 ლარიანი გათამაშება რომ გავაკეთე ვიღაცებმა დაწერეს რომ აუ ეს რა ის იყო რა ქვია რანაირი ჩელენჯი იყო რა რაღაცა უფრო რაღაც ახალისო ვერ გააკეთეთ და ანუ კომენტარში აბა მომაწოდე მეთქი იდეა იქნება შენ კარგი იცი და არა ხო რაღაცა უკეთეს ანუ მაინტერესებს და ნერვებს მეთქი გამეცი პასუხი ზუსტად რა შეიძლება და აგიყვან გუნჩი მეთქი გამეცი ხო ანუ მაინც რაღაცას გამოყავ ხარ წყობი ხანდახან ხო აი ეგეთ რაღაც რო აი ჭკვიანი გონი მეთქი მობდანით შეგიძლიათ შემოიხედეთ ან გვირჩიოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ როგორ ფიქრობ ქართული აუდიტორია მძიმეა რთული მძიმე რთული როგორ სიტყვა რა პლატფორმას გააჩნია რომელი უფრო გემძიმება Facebook-ში საშინელი ну Facebook-ი მოწალსახად გამდგა. ეგ გადავწიოთ ამჟე. YouTube-ი თუ Instagram-ი ავიღოთ და ნუ TikTok-ზეც რაღაც საოცარი. YouTube-ზე და Instagram-ზე ანუ YouTube-ზე და სუპოზიტივია თითქმის. ალბათ 5%-ია ნეგატივი, არც კი. Instagram-ზე არის ხოლმე რაღაც ნეგატივი რაღაც აკითხებზე. ანუ ვიღაცამ შეიძლება ეხლა ამაზე დაწეროს, რომ ხო. რაღაც ჩელენჯს რო კუბო ჩელენჯს რო აკეთებ თუნდაც Instagram-ზეც იყოს და აი 10 დღე რო ვიშევშილი იმაზეც იყო ნეგატიური. და რავი TikTok-ს არც უყურებს სულ მითხრა. ვაფშე. ისე ჩელენჯის დროს ხოლმე უყურებ მაგ კომენტარებს და ემებს თუ ცდილობ რომ არ კიდია. კიდია. კი. შენ ქონია ნერვები რა. ცოტა გადმომიდე პატარა ეს. მე ყოველთვის ვინც კომენტარს სულ კომენტარს მიწერს საწყალი ადამიანია. არა, ეგ რა თქმა უნდა, თეორიულად უგლიჯავ ისეთი ვარ, მაგრამ მაინც ნერვები მეშლება. არა, ხო, მაგრამ აი გააჩნია, ხო, მე არაფერზე ნერვები არ მეშლება, ერთი არის რომ აი ჭკვიანი როგორია თავი მაინტერესებს, მოდი მე უკან ვუბრუნებ. ეხლა რომ დავიწყე ეს Iron Man-ზე და რაღაცა ვიღაც მეუნება, რომ რა დიდი ღომიდან წავედი მეთქი მარჯანიშვილზე და მარჯანიშვილთან უკან დავბრუნდი დიდი ღომში ველოსიპედით 1 საათში რა მე ველოსიპედისტი ვარ და ძალიან დიდი ხანია და ვიციო რომ ეგ შეუძლებელიაო რა მეთქი სტრავაზე შედიდი დამამატე და ნახავ როგორ არ შესაძლებელი მეთქი ისე არ ყოფილ ხარ კაი ველოსიპედისტი ხო ანუ შესაძლებელია რა გამოვედი ხო არ უნდა არაფერი და შეიძლება ბევრი იყო ანუ და მოდი გადავიდეთ ბარემ ამ 75 დღიან ჩელენჯზე და საიდან წამოვიდა ახლა ეს იდეა 75 hard this challenge არის 75 დღე თქვი ბოდიში 75 hard ხო 75 ხო ჩემ დღეზე გადავედი ეგ წამოვიდა ეგ არის ქვე challenge კიდე ხა ერთი ქვე challenge არის იქნება ყინული აბაზანა პლუს უსმები ეს ქვე challenge-ებია რომელიც მოგამზადებს Iron Man-ის challenge რომელიც ძალიან ისეთია Iron Man-ის სასწაულად რთულია მოდი უთხრათ ხა ჩვენ მაყურებლებს Iron Man-ი აერთიანებს სამ აქტივობას ეს არის ხო ტრიატლონის პონტი არის ველოსიპედი და სირბილი ოღონდ ცურუ არის 4 კილომეტრი არის 180 რაღაცა არის 180 კილომეტრი ველოსიპედი და სრული მარათონი არის სირბილი 42 კილომეტრი და რაღაც ყველაფერი ერთ დღეში ყველაფერი 17 საათში უნდა ჩაიგდო. ხო, ანუ ტრიატლონის ტრიატლონი ყველაზე გრძელი რა. ხო, სამ ეგ არის. ოღონდ ტრიატლონზე სირბილი სრული მარათონია თუ არა აღარ მახსოვს მე. ტრიატლონი თვითონ 3 მარათონი, 3 ხო, 3 მარათონია გაგრძელებული ერთად. და ეს არის ყველაზე დიდი ტრიატლონი. ხო. ეს ამას ქვია Iron Man ტრიატლონი. Iron Man ტრიატლონი, კი ბატონო და რა მაინტერესებს მაგას? შენ რამდენი თვე გაქვს აღებული მაგის მოსამზადებლად? 6 თვე და ხა დამჭა 5 თვე და 2 კვირა სადღაც. და სტატისტიკურად 8-დან 12-მდე როდებს რა ხდება მან? 8-დან მოსამზადებელი პერიოდი უდევს სტატისტიკურად 8-დან 12-მდე. 12-მდე კი არა, ეგ არის 8-დან 12-მდე ადამიანები არიან. ვინც ატლეტები არიან. მე რა 5 კილომეტრი რო ვირბინე, ამომივარ და ყველაფერი, ანუ 5 კილომეტრი ვერ ვირბინე თავი. ხო და. ეგ არის ზოგადად
დაახლოებით რაც გამიგია, ნუ 1-2 წელი მაინც ემზადებიან მინიმუმ, ოღონდ უკვე რაღაც ბეისი რო აქვს რა. ხო, რაღაცები უკვე გავლილი რო მაგრამ თუ crazy-ია ჩემსავით, იმათაც შეუვლიათ გადადგანი, მაგრამ 6-ზე ძალიან ცოტა, ანუ მართლა 6-ზე მართლა რეალურად. ანუ 6-ზე ისეთია, რომ აი, რავი, ძალიან ბევრი დაჟე მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ შანსი არა, ანუ ვინც ჩახედულია. ხო. აი, ეგეთი ვიღაცები, რომ აი, არ ამგონია, მაგრამ ვიღაცები მეუბნებიან, რომ ანუ შენ თუ მოინდომ გამოგივა. ხო, აი იცი რა არის, გააჩნია რამდენი საათში ფიქრობ მაგიდან გამოსვლას, გამოძრომას. შავრი, ნახე, ჩემი არ არის ჩვეულებრივი ტრიათლონი, მაგრამ ჩემი არის ველოსიპედით მიწევს რაღაც 2.8 კილომეტრი ამაღლებაზე ასვლა. რაც ძალიან ბევრია რა. ხო. სწორი რომ იყოს ბევრად მარტივია, მაგრამ ესეთი ამაღლება საფრანგეთში ანუ ერთ-ერთი რთულად იცვლება. რომელ ქვეყანაში აპირებისა? საფრანგეთში, ხო, სამხრეთში დამავიწყე ეს. და ეგ იმდენად რთულია, კაი 4 კილომეტრი ვიცურავ, ეგიც ძალიან რთულია ოკეანეში რო ცურავ და 1-2 საათი მინდიხარ გაუჩერებლივ და რო ამოდიხარ ეგრევე ჯდები და წარმოგიდგენ რაც მე გავიგე და ანუ საპირფარეშოში გაჩერების თემაც არ გაქვს რა. ძირითადად ტუალეტში, ხო, ანუ წავეჭა და წყალსი ეს ფოთლი აქვს იმაში და თან აგზელებენ რა. და ეგ 180 კილომეტრი რო ანუ წავეცი ადიხარ, აღა 180 7-8 საათი მიდიხარ. ხო. ანუ წარმოგიდგენ 8 საათი. ანუ ხო და მანდი სტატისტიკები არის დადებული რა, სადღაც 12-დან 18 საათამდე არის. კერძოდ 15-დან 18 საათამდე არის. 17 საათია მაქსიმუმ. 17 საათი არის მაქსიმუმ. ხო, ჩემი მიზანი არის 15-16 საათი რა. 15-16 საათი. 16-იც ბევრია რა. 16-მდე უნდა იყოს უეჭო. 16 ბევრი. ნუ ძალიან ნუ არ მე ლიჟბი გადავლახოთ ემა მაგ ჯერ პირველ რიგში. ხო. მაგრამ თუ უტრამბოთ მივედი იქამდე. ხო და ეხა უკვე ცურვა ზადი ხარ. წყალბურთის ნაკრებში თამაშობდი, ეგ პრობლემა. ა დადიხარ კი არა, ბოდიში, ანუ მომზადება დაიწყე უკვე. ცურვა ყველაზე მარტივი. მართლა? ეხა შემიძლია ჩამშვით გავცურავ 4 კილომეტრს, იქ არ არის რაღაც სტრატეგიებია უეჭველი, ხო? რაღაცა. ცურვაზე ხომ არა, ეგ ყველაზე მარტივი რაღაცა მაქვს, მთელი ცხოვრება ვცურავ, ვიცი ეგ. მაგრამ ყველაზე შემდეგი ნაბიჯები რაც არის, აი ეგ მოსამზადებელია სერიოზულად და მთავარია რამე ტრავმა არა ვიკიდა. იმის მიხედვით რომ ყველაფერი სწორად გავაკეთებ კვებაც, იმასაც ამასაც. მაქედან გამომდინარე მოყვა 75 ფარდი. ხო და ტრავმა რო არა იყიდო, წეღან რაზეც ვიჩხუბეთ სანამ ვიკამათეთ უბრალოდ სანამ შემოვიდოდით, ძილს არ ვაქცევ ყურადღებას, აი ესე ვაქცევ. ხა ყველაფერი მტრეკავს ყველაფერი მტრეკავს. აქეთ საათი, აქეთ აი უეჭველი, აი სადაც კი რაიმეს ეგეც გასაკეთებ. მაგრამ ესე ვერ ხვდები, აი მაგას ვამბობ რა მე 7-8 საათი მძინავს, მაგრამ გარანტიას ვერ ვიძლები რომ მე 12-მდე დავიწყე. ანუ ორამდე რა. იდეაში ძალიან მნიშვნელოვანი არის როდის გძინავს ეგ 7-8 საათი და არა 7-8 საათი რომ შეასრულო რა. მოკლედ მაგაზეც ჩვენ ავსულოთ გვექნება კიდე პოდკასტი მაყურებელს, მაგრამ ნუ რეალურად ესე არის მიღებული რომ აი ეს უმნიშვნელოვანესი ჰორმონი რომელიც არის human growth hormone, ზრდის ჰორმონი, გამოიყოფა ზუსტად 11-დან ღამის 2 საათამდე ყველაზე პიკი. ჩემთვის ხანაირად. ადაპტირებული ხო? მე იცი საკ. ხო, ნუ აი ეს არის ხო, ახალგაზრდა ორგანიზმი ვაფშე მე ვერ ხვდები რანაირად მუშაობს, იმიტომ რომ ფაქტია რომ ძალიან ბევრ რაღაცებს არ ღვევ, მაგრამ ანუ ფიზიკის და ბიოლოგიის კანონებს რა, ანუ არ ღვევ ცუდი მას კი არა, ფიზიკის და ბიოლოგიის კანონებს არ ღვევს ახალგაზრდა ორგანიზმი. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ თლიანად შენს გვერდით ვართ, გვალეშიკობთ ყველა ვარიანტში, მაგრამ აი ტრავმის არაკიდება ზუსტად არის ადეკვატური აღდგენა, mobility უეჭველი, აი mobility-ს ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია მე როგორც ფიტნეს წარმომადგენელს, აი მაგ რჩევას მოგცემ, რომ მოქნილობას ეს დინამიური გაწელოება რაღაცები უეჭველი გახურებას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმო, ვიდრე ეგრევე შევარდა და ვარჯიში დაიწყო. აი ეგ არის პირველი ტრავმის პრევენცია ჩემი აზრით. ეხლა მარტო ანუ ეხლა ჩათვალე სულ ვარჯიშობ და ანუ ეხლა ვღადებ, მეთქი ანუ დრო აღა ანუ ძალიან ცოტა მრჩება იმისთვის რომ წარმოგიდგე თან დღეში ორჯერ რო ვარჯიშობ. ხო და არა და აი ეგ სტრესით რო პირიქით უფრო მოამატო ვარჯიში უარეს რისკს აღვივებ რომ ტრავმა გქონდეს რა. ეგ სხვა არ კიდე ეგ ხო მაქვს, მაგრამ მე იმაზე ვნერვება ის ყველაფერი თან უნდა გადავიღო Instagram, YouTube-ისთვის
თან პლუს რეკლამების გადასაღები რაღაცა რომ აქ ცალკე Instagram, Facebook-ზე ცალკე აქ რა ქვია YouTube ვიდეოს ედიტი რომ მიმდინარეობს. ხო და ისე ეგ უნდა მეკითხა ხა სანამ იქ წახვალ აქ რა ხდება? ანუ მოგზაურობას ვერ აკეთებ, იმიტომ რომ ხო და ის დავამატე რაღაცეები, რა ქვია ის 75 ჰარი დაიდება მარჩ, ანუ ძალიან ეხა ვიღებთ ეხლა ერთ კვირაში ზუსტად დაიწყება რაღაც კიდე ერთი ვიდეოს გადაღება და ჩათვალე 4 ვიდეოს ვიღებთ პარალელურად. მეხუთე ვიდეო იქნება გასვლა, გვექნება ცოტა გასვლა, ამ 6 თვეში ერთი 3 ჯერ. ანუ მაინც გადიხარ ქვეყანაში. მაინც გავდივარ და ანუ ჩათვალე 5 ვიდეო იქნება პარალელურად, იმიტომ რომ ის ვიდეოები ყოველდღიურად უნდა ჩავწეროთ. და ის ვიდეოები ყოველდღიურად უნდა ჩავწეროთ, ის რაღაც ხვისთვის უნდა ჩავწეროთ, ეს სხვა ვიდეოსთვის. ანუ როგორ ავარიცი ანუ მაინც სტრესავ ამ ორგანიზმს. გაჯი. აი ამას ვამბობ, აი ეხა ის, ანუ სმეს უეგრევა, ამყარი ყველა ჩემს. აი ეხა გადავლახო და ის თუ ქენი შანსი არა, ანუ მანდ უკვე ჩემს ну Ironman-ს რო აკეთებ შენ სახელსაც ტოვებ, ანუ პროსტა როჟა არ ხარ რო აი ისე Ironman-ი გავაკეთე, ვერ ახარ რა. ამიტომაც ბევრი ვინც ცინიკურად მიუდგამ ჩემ Ironman-ის ამბავს რო აი რანაებ კაი შენ ხა ივარჯ მაგათთვის მინდა რომ ერთ-ერთი პასუხი იყოს რომ აი ხო ყველაფერი შესაძლებელია უეჭველი ყველაფერი შესაძლებელია პროსტა აი მან ანუ დრო იმდენად არ არის მე მაგალითად არ უყურებ ესე რომ აი დრო უეჭველი ხა სადაც იგეუნებიან რომ 8-დან 12-მდე 6 თვეში უეჭველი ჩაატევ ანუ სამჯერ ცოტაში ჩატევ რთულია ორჯერ ცოტაში ხო აი ეგ ნუ გამომუშავებული გაგვამდენი მე მენტალურად ყველაფერი შემიძლია გავაკეთო პროსტა აი მაგას ვამბობ რომ აი არ გაგექცეს ბალანსი აღდგენის და მობილიტის აი მაგაში არ უნდა დაიშურო დრო რა რომ აი ის თუნდაც ის ფრენებით რაღაცები რო ჩასვა ხა ეგეც additional stress-ი არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ თუ აი ადეკვატურ მას მიანიჭებ აღდგენას კუნთის აღდგენას და აი გიტოვყავს ან მაგალითად ახლა და მობილიტის აი ვარჯიშის ამბავში რომ ეგრევე არ შევარდე და აი full range of motion-ის სახსარს როგორ არის ქართულად სრული მოძრაობის ტრაექტორიის საშუალება რო კონდეს სახსარს მაგას რომ მიაქცე ყურადღება აი ტრავმის პრევენციას ფაქტიურად 90%-ს ასეივებ რა მაგიტომ მავიყვანენ თითქმის ან მავიყვანენ მეხმარებიან ისეთი ადამიანები ახლა თორნიკე რომელიც ნუტრიციოლოგის ყვება რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და სიცილსაც სხვადასხვა მიკონტროლებს ბევრი ეგეთი სხვადასხვა სფეროში თავისი პროფესიონალები აი ვარჯიშის მიმართულებით Ironman-ში ვაში ყავს ჩვენ საქართველოში ეხა შეიძლება ვისაც დავიწყებ ჯერ რაღაც სხვადასხვა ეტაპზე ვართ არის საქართველოში პირველი Ironman-ი რომელიც იბრძვის ანუ მე ხო პროსტა ვიბრძვი რომ გადავრჩე და ის იბრძვის რომ ტოპში წავიდე ეს მართლა ვინ არის როგორ მაინტერესებს ბექა ქვეგვარი არ მახსოვს აა რა საინტერესოა ცნობილი არის ამ სფეროში იმას უნდა დავკავშირდე რომ რაღაცა ანუ კი ეხლა სადაც ვარჯიშობ მანდაც არის და ეხლა რაღაცებს გავდივართ რომ როგორ და რანაირად შეგვიძლია აა ძალიან მაგარი არის იმიტომ რომ სხვადასხვა ამ ყველა ძალიან კარგად აი ფიტნეს ხრიდან ინდუსტრიიდან რაღაცების გამოკლებით ყველა ძალიან სუპორტივ და ისე მიდგება იმიტომ რომ აი მაგალითად ველოსიპედში და სპორტში იქ ველოსპორტი რო ვითარდება ანუ ისე მეხმარებიან და ანუ ჩუპირიქით ანუ ხოლმე ხარ წამოყვებით გასწავლით ანუ ყველაფერს იმიტომ რომ რაღაც ველოსპორტის განვითარება აქეთ ცალკეა იქით ცურვა იქით ან ჯანსაღი ცხოვრება სირბილის ამბავშიც ხო ძალიან მნიშვნელოვანი იცი რა არის თან შენ გააქვს მაგის აი ყველანაირი ბექგრაუნდი შენ ხო თქვი მანამდე შენ სპორტული ტიპი იყავი არ იყავი ისე რომ ხო ანუ ესე რომ ცხოვრებაში არაფერი არ გაკეთებია და ხელფეხი რა განგძრები ეგეთი ხო არა ეგეთი ხო ანუ სულ გქონდა რაღაცა ეს სულ ვარჯიშობდი თითქმის უბრალოდ მე დანარჩენი 2 წელი იყო რომ დავიწყე მოგზაურობა ალბათ ჯიმში მივდიოდი კვირაში 2 ჯერ რომ ხა სამჯერ ფორმა არ დამეკარგა ხო არა ბილთი გაქვს მე ეთყობა რომ ძველი მემომარი დარჩენილია კი ბავშვობის კუნთი მე იმას მივტირი კიდე ეს 6 წელი ვიყავი რა კაი ვიყავი ხო კიდე იქნება გიგი რა ეხლა მithumedes აი ხა თან აი ამაზე რომ დაიწყო მუშაობას სხვა შეს ძალისმიერი ვარჯიშებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამაზე კვირაში 2 ჯერ რო შემოიტანო ეს კი მაგაში ვარჯიშობ ცალკ ჯიმში ვარჯიშობ კვირაში 3 ჯერ ანუ მშვენიერი ანუ ყველაფერში რაც შემილია გავაკეთო ეხლა 75 hard-ი როგორ მიდის 75 hard-ი საკმაოდ რთულია იმიტომ რომ ეხლა რეალური ის 75 hard-ის 75 hard-ს დამატებული მაქვს კიდე რაღაცა მაგრამ გარეთ დღეში ერთხელ გარეთ ვარჯიში არის ყველაზე
ანუ ამ ზამთარში და ამ ახალ წელს რთული რაღაცა რა. თან ოღონდ 31-ში ხალხო იცოდეთ. პირველში კი არ დაიწყო, 31-ში დაიწყო, რომ ჩაემწარებინა ახალ წელს. ხო, 31-ში უკვე. ანუ 31-ში შენ უკვე ორჯერ ივარჯიშე? არა, 31-ში ნახე როგორ იყო, 31-ის მეორე ნახევარში უკვე დაიწყო. ალკოჰოლი და ისინი ამოღებული იყო, ისინი ამოღებული. 75 hard-ის წესები უთხრათ ბარემ, ეს არის no ანუ ალკოჰოლი სრულად ამოღებული. ამოღებული არის ასევე fast food-ი, საჭმელები რაც არის. ანუ strict diet, ანუ რაც არ უნდა დიეტა გქონდეს, იმას ძალიან მკაცრად ეფოლოვები, რასაც ამოირჩევ და პაходу კიდე მეორია. კვირაში დღეში ორჯერ ვარჯიში. ერთი გარეთ, ერთი უეჭველი გარეთ, ერთი შიგნით. 4 ლიტრა წყალი. 4 ლიტრა წყალი, 10 გვერდის წაკითხვა დღეში. და ერთი სურათი ყოველდღე პროგრესის. პროგრესის, ხო. და მე დავამატე ჟურნალინგი ხო არ ვიცი რომ დაწერო ჩანაწერებს ვაკეთებ კიდე დავამატე ყოველდღიურად აკეთებ ჩანაწერებს ყოველდღიურად ვაკეთებ კიდე დავამატე მედიტაცია დღეში 10 წუთი და კიდე დავამატე უშაქრო ანუ შაქარს ამოიღე დამატებული შაქრები ამოიღე და ჩანაწერებს ვაკეთებ დღეში რამ ხელა ჩანაწერები გამოგდის სხვა შორის რა ხარ არ მინდა დავსტრესო ანუ ძალიან ბევრი რაღაცა დილით რო ვიღდი მე to-do list-ი მარტო ეს იმდენი მაქვს რომ ანუ მეთქი სხვა რაღაცების to-do ანუ ესეც ასაკეთებელი მაქვს ბიზნესი მისახედია ანუ შენ ჩანაწერს იდეაში to-do ლისტის კუთხით უყურებ თუ აი ჟენი გაანალიზება დილას ავდე კიდე მომენტი აი ეგეთ რაღაცებს აიხსნებ და ადლიერება აი ჰუი არა ჩანაწერებს ვაკეთებ როგორი სახის ცი to-do უფრო არა to-do-ს ისედაც ვაკეთებდი სულ იმიტომ რომ მიყვარს რომ ფულს წერია ხვალ რას ვაკეთებ ეგ მაქვს მაგრამ ერთი მაქვს რომ აი ეხლა რასაც ვაკეთებდი იყო რა მომეწო ანუ დღეს რა იყო ყველაზე ტოპ მომენტები რა გამოიწვია ეს და რა შევცვლი ხვალ ხო და კაროჩი აი ხა რაც შემოთვალე აი ეს არის რა ეგ ველოდებოდი მაგ ეს არის ჩერის გუნდის მიერ შემუშავებული ადრე ჩვენ მქონდა ჩერის დღიური საქმიანი ადამიანებისთვის იმიტომ რომ მე ადრე ბანკში მუშაობდი და ანუ საქმეებისთვის არ არის მეგობრებო ამას გეუბნებით ანუ ეს არის მხოლოდ საქმიანი ადამიანი ის აღარ გვაქვს იმიტომ რომ ის იყო კალენდარზე მიბმული რა და ანუ გვიწვებოდა პროდუქტი დეკემბერში თუ არ გაყიდიდი მარტში ვის რაღაც ჯანდაბათ უნდოდა რა ანუ იყო კალენდარზე მიბმული რატომ ის აღარ გვაქვს ჩერის დღიური და აი ეს 75 hard-ი ოღონდ შეწერებით გამარტივებული ქართულ ვერსიას საქართველოს ბაზარზე მორგებული გავაკეთეთ ეს დღიური ანუ როგორ რაღაცა იცი 75 hard-ს არის ესე წესი რომ ერთი დღეს თუ ჩაგივარდა ბრუნდები და 75 დღეს თავიდან იწყებ ვაფშე რა შენ სავარაუდოდ არ ჩაგივარდება ამიტომ ეს წესი ჩვენ აქ არ გვაქვს. აი მე რო სიცხე მაგას ვფიქრობ, ეს სიცხე რო და რაღაც რომ მოხდეს, ანუ მაინც გავალვარდი შეფამო. მე 40 დღეზე რო იქნება, ანუ მეთქი. ხო, უნდა იარო რაღაც გარეთ გავხდით, რაღაცა გააკეთა რა. გვაქვს ამოღებული შაქრები, შაქრის ამოღება გვაქვს, დამატებული შაქრის, ალკოჰოლი, ძილი გვაქვს ჩვენ დამატებული. 12 საათამდე უეჭველი უნდა და 12-მდე ძილი, დღეში ერთხელ ვარჯიში არის. 12-მდე ძილი რანაირი, აი დაბადების დღეს დაგპატიჟეს 9-ზე. ერთი დღე მოსულა მერე ძმაო ჩაამატე ეგ ერთი დღე არა იქ ერთი დღე არა უცოს თქვენ და ყვაგრძელეთ არა ხო ანუ ჩვენ ეგ არ გვაქვს რა რომ ანუ ერთი რომ ამოგივარდეს დაუბრუნდები ჩაოლებრივად მაგრამ ძილი ძალიან მნიშვნელოვანი არის გიგი არ ვიცი ხშენ ანუ შენ ალბათ სხვა კუთხით გაქვს შეხება მაგრამ ჩემთან მაგალითად იწერება დღეში 30 დაფსიხოზებული ქალი და 30 დაფსიხოზებული ქალიდან 25 ღამის 4 საათზე იძინებს იმიტომ რომ სკროლავს და ანუ მე არ სკროლავს და მაგის ძალიან მნიშვნელოვანი არის მოკლედ ძილი და ამიტომ ჩავამატეთ იმიტომ რომ აი ამ ადამიანების მართლა 50%-მა რო ძილი მოაწესრიგოს, აი ეს თავისი უკუჩვენებები თუ აი რაც აქვთ ჩივილები, მარტო მაგით მოუწესრიგდებათ რა. შენი კუნთის აღდგენა, შენი აი ეს ენერგიის დაგენერირება ყოველდღიურად აი ამ 75 დღის განმავლობაში მარტო იმით მოწესრიგდება, რომ შენ 12 საათამდე დაიძინებ და აი აქ უკვე ჩავიწერ, სადაც ჩემი. სხვადასხვა მანდ journaling-ის მოდელინგიც გვაქვს გადმოღებული ის, რომ უბრალოდ ჩვენ კვირის შეჯამება გვაქვს მანდ. ხო.
კვირის შეჯამება, თვის შეჯამება, მაგრამ ყოველდღიურად იქ to-do list-ის გრაფა გაქვს რა და თან ჭიშკებს აკეთებ, ჭიშკა თუ რაც არის, მონიშნებს აკეთებ, კვება, ძილი, ალკოჰოლი, წიგნი. წიგნი მანდაც არის, ხო? და რა ვიცი, ჩვენ ზრუნავთ წიგნობრობას. წიგნიერებას განო. წიგნიერებაზე, ხო? კი, კი. მე ვნახე რომ შენ I am 75 hard-ის პარკლებში კითხულობ დევიდ გოგინის. დევიდ გოგინს, ხო. მაინტერესებს. გოგინის ნუ გამტეხ. მაგას ხო ვნახე. You can't break me თქო. ხო თუ you can't break me. მაგის წიგნი მე სიმართლე გითხრა წაკითხული არ მაქვს, მაგრამ მაგის პოდკასტებზე ვიყავი ერთი პერიოდი ჩემს არის. პოდკასტებზე კი არა, სადაც იყო მიწვეული რა, მას კრის უილიამსონს ყავდა მიწვეული. კი, კრის ვიდეოები ძალიან. ხო და ანუ აი ანუ ტიპის დისციპლინის ლეველი რაღაცა მგონი, ნუ ალბათ იმიტომ რომ ბექგრაუნდი ქონდა მარინ როგორ არის ძალიან ისე ბრუტალური ხო ბრუტალური, იმიტომ რომ ეს მილიტარი ტიპი არ არის მანამდე ბავშვობაში როგორც სამხედრო ხო მამამისი ცემდა ეგ ვისყავდა რასისტული იმაში გაიზარდა სადაც ან ბევრი ძალიან გაიქცა ოჯახი და მოკლედ ისეთი რაღაცები მოხდა რომ ნელ-ნელა მაგამდე მივიდა მაგრამ ხო აი ხო გეუბნება ზუსტად აი მაგ ბექგრაუნდიდან გამომდინარე აი ძალიან შოკის მომგვრელია რომ აი ესეთი არა გამტეხტიპი არის ხო რა პირიქით ეგეთი ტიპები ხო უფრო რაღაც სხვანაირად მიმართავ ხო ეგრეც დავიწყე ცოტა სხვანაირად წავედი ანუ აი ეხა მაგ მომენტზე ვარ რომ აი მაგას ამბობს რომ შემეძლო ცოტა სხვა ალბათ შეიძლება სხვანაირი მიწავსულიყავ ეჩაჩა შარვალიო ბექგრაუნდი ქონდა რომ წასულიყო სხვანაირად ხო ხო და აი ხა არა ანუ არის ექშენთვის ინსპირაციის წყარო და მოტივაციის ჩემთვის არის ეს ისე დევიდ გოგის მაგალითად ისეთი ადამიანი რომლის წიგნსაც წავიკითხავდი რა იმიტომ წავიკითხავდი რომ უბრალოდ ვაფასებ ეგეთ ადამიანს და მაინტერესებს მაგის ერთი ანუ ჩემი რაღაცა 1 საათიანი 1 საათში რო ან 2 საათში რო წაიკითხავ რაღაც წიგნს და ის რო ჩაგიტევს თელ ცხოვრებას თავის და გამოცდილებას და ეგეთი ადამიანი მაგიტომ სულ მომწონს ხოლმე ის ადამიანებს რომელსაც ვაფასებ და რომელიც მაინტერესებს მაგათი წიგნი ძალიან ისეთი იქნება. აი ეს ჩალენჯი რო არა მაგის წაიკითხავდი? იმიტომ რომ ეს ეხა რაღაცნაირად ხო ეს გეხმარება რომ ეხა ეს ჩალენჯი ბოლომდე ჩაიყვანო რა, იმიტომ რომ ზუსტად ეგ არის რომ იდეაში ეგეთ რაღაცას რო იწყებ, ეგეთი მამოტივირებელი და დამხმარე ინსტრუმენტები გჭირდება, რომ ბოლომდე გაგაყვანო. ისენაც. ანუ ეგეთი ჟანრი არის შენი? კი, ეგ არის კაკრას, ან ჩემი არის რაღაც atomic habits-ი, რაღაცა მაგვარი. ოღონდ ეხა უკვე ცოტა სხვადასხვანაირს ვკითხულობ, რაც ცხოვრებიდან გამომდინარე მჭირდება რაღაც ბიზნეს ხრივ ისა, მაგრამ ლიტერატურას ერთად არ ვიყო უფრო ხატრული ლიტერატურა რაც მაიხავი ხვალ ვავდგე, შემიძლია გავაკეთო, ხო? ანუ ინსტრუმენტებს ეძებ იდეაში, რომ შენ მე დანერგო შენს იმიტომ რომ ვიყენებ რაღაც საკმაოდ აქტიურად და უფრო რაღაცა ისე მუღამი მაქვს რომ წავიკითხო, იმიტომ რომ ხვალ რა შეიძლება რაღაც body language ისა, ეს ბევრი რაღაც შეიძლება ისწავლო, რაც ფსიქოლოგიურად ადამიანი ბევრი რაღაცა იცოდე, რას გულისხმობს და ეგ ძალიან მაგარია. მე ფსიქოლოგი ძალიან მევასება და ეგ კურსებიც მაგავლილი და ამიტომაც მრავალ უგზო-უკლოდ მიმართულებები ყველაფერი არის. რაც არის საინტერესო ადამიანისთვის რეალურად. ანუ არაფერს ის არ ვაკეთებ რა, აი ფეხბურთს მაგალითად არ უყურებ ხოლმე თუ მეგობრებთან ერთად ვარ საქართველოს. ხო ანუ ოკეი, იმა მოიგო, ვიღაცასთან მე რა ხელი ნახე, ანუ მე არაფერი, მე უბრალოდ ცოტა ბევრი საქართველოში გასაკუთრებით, მაგრამ ძალიან მივესალმები, იმიტომ რომ ადამიანი, ანუ გექნება დრო 25 წლის ხარ და იასნა შენ თელ შენ რესურს დებ ეხლა რომ ააშენო შენი იმპერია და მე 35 წლის მერე იმ ფეხბურთსაც უყურებ და იმასაც უყურებ, ხო დაждები. მაგრამ ესე მგონია რომ იქაც ხო ეხლა მაგალითად YouTube-ზე უყურებ ყველაფერს, ანუ აი საქართველოს YouTube-ზე ყველაფერი ვიცი, ანუ ჩემი დაждდა ჭამასთან მაინც ვიმუშაობ რა რა ხდება ქართულ YouTube-ზე ვინსა და რა ხდება ანუ ეგ ძალიან ანუ მეც ჩემი მთელი ესე ცხოვრებისეულად უფრო კარიერაზე ორიენტირებული ტიპი ვიყავი ვიდრე დავუშვათ იქ ოჯახი ბავშვი გააჩინა მე რა მოვარო ანუ მეს ეგ ძალიან მესმის ეგ ემოციები და შენც ეგეთი როჟა ხარ ხო ანუ ყოველთვის ახლა ხო ყოფილა შემთხვევა რომ ბავშვი ცხე ქონია მაგრამ მე ამერჩევია რომ სამსახური ანუ ჩემი კოლეგები მაგალითად დარეკავდნენ და სამსახურში ვერ მოვდივარ იმიტომ რომ ბავშვი ცუდად არის
არის. მე მოვდივარ, იმიტომ რომ მე რა ბავშვს. ხო, სიცხე აქვს, ხო, რა, ხვალ კარგად გადავღო, აიგო. ან მეწყობილო სისხლიანი არა უშავს ანუ. ხო, ანუ აი ეგ მომენტი მაქვს რა. ის მომენტიც არის, რომ ალბათ ჩემი ბავშვობიდან გამომდინარე ემპათიურობის დონე ცოტათი გასავითარებელი მაქვს ეგ მხარე რა. არ ვიცი, ანუ მეც ეგეთი ისაა რა, ანუ მე ჩემთვის გამოუცადე რომ სისხლიანი წავსულა რაღაცა რა, ოკეი რა, ანუ არ მოკვდები რა. პირიქით გაძლიერდები. ხო, ზუსტად, რასაც კლასიკაში. ბავშვი, წავიდა კაცო სკოლაში ვიდია. ზუსტად ეგ მომენტი არის და ალბათ მაგიტო და ძალიან მესმის რა. ამიტომ პირიქით ძალიან კარგად იყენებ რესურსს. უბრალოდ ეხლა ამ გადმოსახედიდან ანუ ისეთი ტემპი გაქვს აღებული, რომ ჩაწვა გადაწვის ამბებზე რო არის საფიქრელი, თუმცა ისევ და ისევ კაცის და ქალის ენერგიის დაგენერირება ვაფშე სხვანაირად მიდის, სულ სხვადასხვა გარემოებები აქვს ყველას. შანსი არის რომ არ გამოურიცხავ მაგის, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მე მგონია რომ ტესტავთ. ხო, ზუსტად. ნახე, თან იმას უნდა უყურო რა, ანუ აი მე შენ რო იტყვი მაგალითად რომ აი მეც ვერ ვაკეთებ და უცებ აი მოდი ჩაგახედებ საუკეთესო ვინცაა შენს პროფესიაში, რამდენს შრომობს და შენ მიხვდები რომ შენ არაფერს არ არ აბსოლუტურად. ანუ მოდი მისტერ ბის შევხედოთ, აი მაგალითად ერთი მისტერ ბის ყველამ რო ხახანიც მაგიტო მომყავს მაგალითად ხოლმე. არ ვიცი, ანუ რა სულ რა თვეში ქონდა მე მგონი 17-18 ფრენა. სულ გადაღება, სულ რაღაცა ფიქრია, სულ ანუ წარმომიდგენია ხა იმის სკეჯული რა არის. და მე ვწუწუნებდი 1 წლის წინ, როცა ერთი კაცი მყავდა გუნდში, ანუ რაღაცა რომ, ანუ იმაზე ვწუწუნებდი რომ აი რავი დრო არა მაქვს, ანუ დრო რა არა მაქვს. ეხა ვაკეთებ 10 იმდენს იგივე მოცემულობით რა. და ამიტომაც აი იცი როგორი მომენტი არის იდეაში, აი საქმე მით უმეტეს ესეთი ტიპი როცა ხარ, ხო, საქმე არ გღლის. უბრალოდ მე ხვდები რომ რაღაცეებში ორგანიზმი შეიძლება ვერ ეხლა მე მაგალითად ეს რაღაცა დავიმართე. დარბაზ ინგლისზე რო ჩამოვედი, დარბაზში ვმუშაობდი დილის 8-დან საღამოს 9-მდე ხოლმე რა. ну რა თქმა უნდა შიგნით ესე შუალედი მქონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე რუსთავში ვცხოვრობდი, თბილისში ვმუშაობდი. რუსთავში ჩასვლას და ჩამოსვლას იასნა ვერ ვასწრებდი და მანქანაში მქონდა ადიელა ის და იქვე იძენ ну რა თქმა უნდა ეს სრულფასოვანი აღდგენა არ არის, ხო? ეხლა 9-ზე რომ მორჩები დარბაზს, სანამ იქ მე ჩაახვალ რუსთავში ხო 11:09-მდე რუსთავში ვერ ჩავდიოდი და 7-ზე უკვე ხოძე უნდა იყო და ანუ აი სადღაც 3 წელიწადში დამემართა მანქანაზე ჩაძინებები. და თურმე ეს მე ანუ 3 წელიწადში დავწვი ჩემი თავი რა 3 წელიწადში ამოვწვი. მე რა გეძინე, მეც ვეძინებოდა მანქანაში. და ეს ყოფილა სინდრომი მე რო დავსერჩე და რაღაცა ჩვეულებრივი სინდრომი არის, იმიტომ რომ აი რაღაცა აი მოკლე გზის მერე მაკიმარებდა, ხო იცი? ანუ მე ამერიკაში რო ვიყავი აი სულ და მე ეგ არის პირველი ნიშანი რო არის, ხო? ანუ პირველი ნიშანი ორგანიზმი გელაპარაკება რომ ზმაო, მიშველე რაღაცა. და მე დამჩემდა ეგ რა, ანუ მე კი პანდემია დაიწყო და ხა ძინავს ხოლმე გზაში. არა, სუხილი მიგდი, ანუ რაღაცა ხრაშუნა უნდა მეგდოს, ან რაღაცა ისეთ. ოღონდ არაფერი არ მოქმედებდა, ყველაფერი გავტესტე. ეხლაც ეგრე ხარ? ეხლა როგორ არის, იცი, აი რაღაცა აი ამ მანძილს თუ ჩდება ჩემი მარშრუტი. აი ბათუმში რო წახვიდე? აი ბათუმში რო წავიდე, უეჭველი ჩემი თულები მაქვს გახსენებული და მომარაგებული მაქვს. ანუ ვიცი უკვე რა ეტაპზე როგორ ან მაინც გიძინე. კი, მიაქვს. კი. ამე სიმღერები რაღაც აი ყველა პროგრამები ახლა სიმღერები არ მოქმედებს, სიმღერები აღარ მოქმედებს, ყავა აღარ მოქმედებს, Red Bull-ი აღარ მოქმედებს, ანუ ეგ ყველაფერი გატესტილი მაქვს. ანუ კარგად მიაქვს დავუშვათ პოდკასტი რაღაც დონემდე მივყავა, როგორც ისეთი არა ვიცი ლაპარაკობე და 2-ზე რო უნდა ვაჩქარო არა. ხო? ხო იცი მე ჩვენ ხორში როგორ უზმენ, მე 2-ზე ვაჩქარებ ხოლმე ხანდახან. 1.5-ზე უეჭველი. 1.5-ზე უეჭველი. ანუ ეგეც არა, ცოტა uplifting საუბარი ვისაც აქვს. პოდკასტს მივყავარ სადამდე, მე სიმღერებს შანსი არ მაქვს, მუსიკას არ მშველის რა. ფანჯარა უეჭველი ჩაწეული მაქვს. და თელი გზა ვჭამ. მანქანაში ჩაწეული აქვს ესე რომ მიდის დაუძახეთ რომ გამოფხიზდეს. თელი გზა ვჭამ. ანუ ხა სეზონურად რა, კარალიოკე არის ზამთარში, იმიტომ რომ გლუკოზიანია და რა. აი ეგეთ რაღაცა დავიმართე რა, მაგრამ თან მე იმის მერე ქრონიკულად სულ ბევრი პროექტი მაქვს და ქრონიკულად სულ ბეჭკარება და ქრონიკულად სულ გადაღლილი. ჭირს ეგ თუ გვერდითაც რა შეიძლება. არა, გვერდით არა.
აი საჭესთან იმინა საჭესთან საფრთხე თუ გაიჩიტა აი ჩვეულებრივ დანდრეული მოგუკაცრავად ფსიქოლოგიური შეიძლება აი შეიძლება მაგრამ ნუ მე გადადის უკვე იცი ახლა მაგას უკავშირებ რა რომ აი ამ გადაღლამ აი ეს რაღაცა დამიმართა ამიტომ ვამბობ რა რომ აი ამ გადმოსახედიდან აი ეს კარიერაზე ორიენტირებული ტიპი და რაღაც ის ეგეთი ტიპის შემთხვევაში ძალიან ესეთი რისკი არის რომ გადაწვა მოხდეს და მოკლედ იცოდე you have to be strong რა დრო არ გადაიცე ეგეცა მაგრამ ნუ მაინც ვაწვევი სადამდე გავჯიჯგნი ამ ორგანიზმს არ ვიცი მაგრამ მაინც ვაწვევი რა ბოლომდე მაინც აკეთე ხო ანუ მე ის სამაკ რაღაც ლიმიტები არა მაგრამ რაღაცა იმ რაღაც შემილია პერიოდში რომ აი ვსო ეხა I don't care და მაინც შეიძლება ეს I don't care-ს მე ჩავიდე ანუ ერთხელ თქვი რომ ანუ მეთქი ვсё ვისვენებ ანუ კიდია ბათუმში მივდივარ და დავდე პროცესორი რომ 3 დღით მივდივარ და ერთი 4 კომპანიამ რაღაც რეკლამა დამიკეთა იქვე კამერამენი ვიპოვე და ანუ ეს ჩემ მეგობარი ანუ რას აკეთებ და მეთქი დაიცა ეხა ამაზე უარს რატო ვიტყვი მაგარი მეთქი ძალიან მაგარი პოდი გაიჩნდა უცებ 4 დღე გადახევები კონდი სხვა აუ ეს ერთი კითხვა მაქვს ყოფილა რაღაც პერიოდები სადაც აი რაღაცნაირი მქონია რა იმედგაცრუებისკენ წასული ემოციები რომ აი ეს სოციმედიამ თუნდაც აი ამბებზე შენზე იყო პრესინგი აი პოლიტიკურ ამბებზე პოლიტიკურ ამბებზე იყო პრესინგი მაგრამ მე არ უყურებ მაგას როგორც რაღაც მოცემულად მე ჩემი აზრიაც მაგ დავაფიქსირებ რაღაცაზე და ვარ ასე ვთქვათ მორჩა რა ანუ მე დაწერე ეს რატო არ აკეთებ ამას მეთქი ანუ არ მაინტერესებს თუ ვაფოლოვებ გენახა ერთ კვირის წინ დადებული ანუ ეგეთ ვიღაცებს და ჟან ძალიან ის თუ არის გამან ბლოკავ რა ანუ ყოველდღე არ ვალარდებული და სახში რავი მაქსიმუმ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს ყოველდღე მაგაზე არ ვილაპარაკებ რომ აი ნახეთ რა ხდება ანუ რა ანუ ხო და რაც შეეხება ისეთ მომენტზე რომ მეილ breakdown-ზე რო ვიყავი ეგეთი მქონდა რა სპონსორების არქონობის პერიოდში როდესაც უკვე არა და წარმატებული ვიყავი მქონდა 100,000 ნახვები მქონდა 150,000 ნახვები არა სპონსორი მაინც არ ყავდა და სპონსორი არ ყავდა და როგორ ნერვმოშლი ვიყავი იცი რატომ მან გიჩნდება ყველანაირი ყველაფერი გიჩნდება უკვე რომ ანუ მე რატო არ მყავს სპონსორი რა აბა ამბიციებით ვითხოვ ჩვენ სპონსორს 5000 ნახვაზე დროა მე მგონი არა 800,000 არ ყოლია და მე 500,000 რა ამბიციები მე ისიც მქონდა რომ ანუ პრო პირად მოგზაურობა რა ხანიც იყო ბევრს უარს ვეუბნებოდი რა ანუ აი ამ სტილში ფორმატში მაგრამ თან იმასაც მომეთქი ანუ რა რატო მე რატო არა და ესე ვიღებდი პერიოდს ჰა რამდენი ხანი იყო ეგ პერიოდი უჯო ეს აქციების კაკრას მაგ პერიოდის მაგის მერე გაყვადა იმიტომ რომ ერთ-ერთი კომპანია გავიდა ჩემგან რაღაც განცხადების გამო თუნდაც და თან ანუ ისეთი რაღაცა ანტიპოლიტიკური რაღაც დავაფიქსირე და ეს რეალურად ანუ კონტრაქტს ხელი უნდა მოაწერო ერთ კვირაში 1 წლიანს და უცებ რო გეუნებიან რომ აი რაღაც მიზეზის გამო აი რაღაც ძალიან ვეღარ შევძლებთ გაგრძელებას აი უცებ აი იმ ჩემ დაბადების დღეს დაიწყო ეს აქცია და მან დავწერე რა დავაფიქსირე ჩემი აზრი რომ ამ რაღაც ამ გადაწყვეტილებას მთავრობისგან არ ვეთანხმები რაღაც ეგეთი და ზუსტად ერთ კვირაში ესეთი პასუხი გავი ანუ გამოვშტერდი რა და ნუ არაფერი მაგის მერე გაყვა ეგ ხო ხა აქციები დიდი ხანი 2-3 თვე და მეთქი ანუ ამერიკაში ვიყავი ვიღებდი ვიდეოს და უნდა წავსულიყავი ამერიკიდან ჩემი მუღამი იყო რომ ამერიკიდან $0 თუ უნდა ჩამოსულიყავი საქართველოში რა გონდა 5 დღე რაღაცნაირად უფულოდ ჩამოსულიყავი და ვიღებ ვიდეოს ერთი რავი 6 საათია უკვე რაღაცა ფული შევაგროვე ის და დავფიქრე რისთვის ვაკეთებ თუ დავიღალეთ და ანუ აი კიდია თქო რა და უკვე მუღამიცისა და გავთიშე კამერა და მეთქი აღარ გადავიღე და ვემზადებოდი მანამდე 4 დღე რომ აი ეხლა და მაიამში ვიყავი ზაფხული იყო გულაო აი ყველაფერი ხდებოდა და მეთქი არა მე არაფერი აღარსად აღარ მოვდივარ მეთქი უნდა დავიძინო არა შაბათი კვირა გამოვიძინე რომ ანუ ენერგიულად ვიყო რომ მეთქი აი ზეგ მივდივარ არ ვიცი როგორ საქართველოში და ეს კამერა დავდე და მეთქი ანუ ეს უკვე იყო მანამდე 4 თვიანი პერიოდი როცა სპონსორი არ ყავდა თურქია და 3 თვიანი ხო რაღაცა ეგ მიყვა რა და ერთი 4 თვე მაინც არ ყავდა თუ რაღაც აი ეს breakdown-ისთან გამოსვლა აი რას ურჩევ იმ ახალგაზრდა იუთუბერს რომელიც დაუშვათ აი მაგ პროცესს გადის ზუსტად რომ აი არ არის სპონსორი რა და აი რაღაც აი რა გაძლევდა იმის შანსს რომ აი შენ არ უნდა დანებდე კი ეს უშუალებელი ბექგრაუნდია რომ შენ 100,000-იანი ნახვა 100,000 ნახვა გაქვს რა მაგრამ პარალელურად ხო შეიძლება აქ სიტუაცია ისე გაგრძელებულიყო რომ რაღაცა იქნებოდა აი ეგეთი მეთქრები რა ანუ დრო გავა ანუ შენი ძირითადი კოზირი არის იმედი და არ დაკარგვა იმედის
ხო რა ეგ არის რომ ანუ breakdown-ზე ვიყავი და ნახე იმ მომენტში გავხდი რომ აღარ მინდა გადაღება თორე long term ვიცოდი რომ ეს ვიდეო თუნდაც დავდებდი და თუ არ დამედო არაფერს არ შეცვლილია ხო ესე მასშტაბურს ამიტომაც გადავწყვიტე რომ თავარია ის იყოს რა რომ ან თავარი ჩემს სპონსორს ჩავაგვახება და ეგ ჩააკეთე ჩვენ არავინ არ ყავს რომ პრობლემა არ არის ხო და ხა ვიღაცები რომ არა მართლა არ ვან ჩვენ ჩემი კომპანია ჩერის ფიტნესი ასპონსორებს ამ ჩერის ფიტნესი ხო ან ჩემი კომპანია ასპონსორებს და შესაბამისად ჩვენ ჩემ კომპანიას ვახსენებ ხოლმე ჭრა გვაქვს რა ამაში ხო და სხვა თუ არ მასპონსორებს ჩემ კომპანიას არა როგორ მოუხდებოდა მაგიდას რაღაცა დასალევი ხო და არ უნდათ და ვერ გიგე ჩერის მე გვიანი იქნება ეგ უნდა უთხრა ხო, არა, ეს იმართლა გითხრა, მართლა ჩვენ ცოტა იმებში მიმართულების ძიებაში ვართ რა, იმიტომ რომ ჩემ სფეროში ხარ რა ჩვენ რაც დავტესტეთ, ჭორაობა უფრო მაგრად მუშაობს, ვიდრე health and fitness-ი და ჭორაობა არ მაინტერესებს, მე მინდა health and fitness-ი და აი ხა დღეს მაგალითად მანამდე კარდიოლოგი ყავდა და აი მევასება ანატომიაზე ლაპარაკი მევასება შორს ხელზე ლაპარაკი აი ეს მასე რაღაცა იმომზადების პროცესზე ვარჯიშზე ლაპარაკი მევასება ეს რა ეს არის ჩემი მიმართულება და ბევრი მოლაპარაკე ამ სფეროში საქართველოს არ არის აი გარი ხო ანუ ბევრი მოლაპარაკე თუნდაც ჩასახცხოვრებაზე ცოტა პროცენტულად რო იყო 100%-დან YouTube-ზე რამდენი შენი აზრით აინტერესებს აი ეგრე უნდა შეხედო რა Instagram-ზე აიღე გეხოცია ეგ რა ხო Instagram-ზე აიღე ბოდიში და ტრაქს გავაკნევ და 300,000 ნახვა მაგ და კერდი მიჩანს და იმას რა ქვია იმას ვეუბნები წყალდალია დიზაინა თქო და ორი ნახვა კიდეს ნუ აი სამ ეგ ხო ეგ ნახე ზოგადადაც რო აიღო რა მუშაობს TikTok-ზე და რა უფრო ვარდება აი ცოტა დაკნივა არ მინდა გამოვიდეს მაგრამ რაც უფრო ისეთია მარტივი დოპამინით ხო აი რაღაცა ისეთი თუა უფრო ვარდება რაღაცა როგორი კოლეგიალურია ქართული YouTube-ი ხარში გიდგას? კი, ხოთა შორის თავიდან რთული შეყობა თავის თორე რთული შეყოფა მე ძალიან მარტივია რა. შენ გტესტავენ ესე იგი არა, ყველა მეგობრებოდ, მაგრამ ნახე ბევრი მოდის ბევრი მიდის თემაა რა. ანუ ყველას ესე კაი ვიღაცა მოდი, ანუ ეგრე არა აქვს რა, ანუ ძალიან კაი კომუნიტია, მაგრამ რომ ყველა გვერდში გიდგას ბევრი, ანუ დაჟე იმდენად გვერდში უდგავართ ხა რაღაც ხარე რაღაცა ადამიანები ეს YouTube-ში რომ ანუ ბევრი რაღაც ვიცით ერთმანეთზე როგორ მუშაობენ რა აქ-საკეთებენ მე მგონია რომ პირიქით ძალიან ის არის ახლა პოდკასტების ტიპებს აქ ცალკე გამოყოფ რა იმიტომ რომ პოდკასტების ტიპები რაღაცნაირად არ ვიცი იუთუბერები ვართ რა ვართ აზე არ ვარ მაგრამ პოდკასტების ტიპებს მე ცალკე გამოყოფ რა მაგრამ აი რასაც ქვია იუთუბერები ხო Instagram community-ზე ბევრად შეიძლება იმიტომ რომ ცოტანი ხარ Instagram community არ მე ესე ვფიქრობ რომ TikTok community-ია და YouTube ხო არა ხო მე Instagram-ერი ვარ თქო უფრო ან TikTok-ერი არ ვარ ანუ YouTube-ერი ვარ ჯერ მე Instagram-ერი და მე TikTok-ერი ხო ბაზე აი არა ხო ანუ ალბათ დაჟე ჩემ სფეროშიც არ არიან მხარდამჭერები ანუ ჩემ სფეროში ბლოგერები ვაფშე არ არიან მხარდამჭერები ანუ მე თუ მომწონს მართლა ვალაიქებ ჩემი კოლეგების ვიდეოებს ვაკომენტარებ კიდევაც და გამიზიარებია კიდევაც მაგრამ ნუ უკან იგივეს არ ვიღებ ანუ მხარდამჭერები არ არიან ჩემ სფეროში თვითონ ბლოგერები თუ კი სადმე ერთად მომხვედრილ ვართ, იმიტომ რომ კომპანიას წაუყვანი ვართ, აი ეგ ბლოგერები ერთად ვართ რა, მაგრამ YouTube-ზე რასაც ხედავ, აი ვაფშე სხვა პონტი არის რა, უფრო სხვანაირად ახლოს ხართ, არ ვიცი, იმიტომ რომ ცოტანი ხართ, იმიტომ რომ ძირითადად ბიჭები ხართ. აი გოგოებიც არიან. არ ვიცი, რის გამო არის, მაგრამ ხედავ რომ YouTube-ზე უფრო კაი კომიუნიტია და რა ვიცი, ვისურვებდი რომ Instagram-ზეც იგივე იყოს, იმიტომ რომ მე YouTube-ზე დიდად ესე YouTube-ზე არის ძალიან ისეთი კაი კომიუნიტი. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არის YouTube-ზე ცოტა წარმატებას რომ მიაღწიო რაღაც ან ბევრი გათვითცნობიერება გაქვს საკუთარ თავში და მართლა რასაც ლაპარაკობ ანუ მართლა ბუნებრივი თუ არიყავი და მართლა გულწრფელი თუ არიყავი ანუ ეგ შეგიძლია რაღაცები დაამალო რაღაცაში და YouTube-ში ჩემი აზრით უფრო არ იმალება დიდი ვიდეოები ხო დიდი ვიდეოებია რა და ანუ არაფერი არ იმალება და რეალურად რო ხედავ ადამიანს ზუსტად ის არის რა ანუ ძალიან რთულია სხვა იყოს რა აუ წეხა დაგემშვიდობ რომ ვერ გიშვებ ხო და ვიდეო საინტერესო სალაპარაკო გაქვს ძალიან დიდი მადლობა გიგი აღარ მოგასცენ თან 12-მდე უნდა დაიძინო უაჭველი ნახე ანუ თვითონ აი ხდები რა ბრთულია
შენი ხა მარტივი ეს არის პოდკასტი, ძალიან მარტივი ვიდეო, თორე იუთუბერების ვიდეო იწელება ხოლმე ღამის 3-მდე. ხო, არა, მაგრამ ნუ მე მჯერა რომ time management-ი შესაძლებელია რომ გააკეთო. ესეც რაღაცებს აკეთებ და time management-ი რა არის. შენი სახი გამოიწეთ, გარდა გავიწყეს პირველ რიგში, ტელევიზიო ნახვი და აუ 10000-მდე გვინდა და ასლა როდის ნი? როდის? როდის გვინდა? როდის გვინდა და? როდის? ანუ ეხა მაშინ 10000 გადავაცილოთ. ხო, უეჭველი რა, სადღაც. უეჭველი ეხა ის ამ ვიდეოს. შენ რაღაც პეტრი ისინი გვაქვს, ხო ხედა, პეტრი შემოყვები. 10 რა, ძალიან კაია, 10000 პოდკასტები. ანუ ეხა 5 გვყავს ჩვენ, დავიწყეთ სექტემბერში. ჩანაწერები გაქვთ ეხა. ეხა ეს არის მესამე ჩანაწერი, მესამე სეზონის რა, მაგრამ სექტემბერში დავიწყე. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და ეხლა არის იანვარი. მე 5 თვეს ვამთავრებ და 5000 მყავს. ნუ მაგრამ ინსტაგრამი დამეხმარა რაღაცა გადმოვზიდე იქ. გადმოვზიდე. ინსტაგრამი ძალიან კაი პლატფორმაა, გადის. აუ, ძალიან სასიამოვნო იყო, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო და გამოიწერეთ მართლა ეს არხი გაზო ბოლო ვერ გავიგე. ჯერი ვარ თუ პრო. აბა თქვენცი და ძალიან მართლა ჩემთვის მართლა ძალიან ისეთი ის არის, როცა ზამხლა ენერგია იდება რაღაცაში. ძალიან სასიამოვნოა, როცა უკავშირს ხედავ, თუნდაც და ლაიქებით, თუნდაც დაკომენტარებით სხვა რა თემას ისურვებდით, რომელ სტუმარს ისურვებდით. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდი ხდება პოდკასტი, სტუმრებით შესაბამისად მე რა ვიცი, უფრო მარტივად დაგვთანხმდებიან. ეხლა გიგი ვიცნობდი და რა ვიცი, მე რატო ჩავ დეპრესიუდ. ცოტა ვიცოდების დაგვთანხმდებიან. ხო, კარგად მოკვე. ვიჩო, კარგად მოკვე ვიღაცებს, ხო, კარგად აქ დაცდილი ეს წუწუნი და დამაცადეთ ვიწუწუნო კაცო. კაროჩე, წუწუნი ჩვენ არ გრჩევია, დიდი მადლობა ყურებისთვის, კარგად ნადებოდეთ.